სალამ მეგობრო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ რომან კოცირიძეს. რომან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მოგესალმებით. დღეს გვაქვს პირველ წყაროდან საშუალება მოვისმინოთ როგორია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური მდგომარეობა და შევაფასოთ საერთაშორისო ურთიერთობებიდან და კრიზისებიდან გამომდინარე ჩვენი პერსპექტივა მომავალში. ანუ საკმაოდ რთული მდგომარეობაა რომან ალბათ და მეთანხმები რომ ვითარება რომელიც შეიქმნა ამის პრეცედენტი და ამის ანალოგიის მოძებნაც კი რთულია რაღაცა თითქოს და ისტორიაში. ანუ ისეთი რეალობა შეიქმნას რომ ინსტიტუტები აი ესე განძარცული იყოს ძალაუფლებიდან მხოლოდ ბუტაფორიას წარმოადგენდეს და ამ რეალობაში ჩვენ ველოდებით რაღაცა არ ვიცი მომავალს ხვალინდელ დღეს რომლის პროგნოზირება საკმაოდ რთულია და ალბათ საჭირო არის უფრო ექსპერტული ანალიზი რომ შევაფასოთ რა ხდება ჩვენს თავს. და რომან მე აი ესეთ სტრატეგიას ავირჩევ ჯერ ზოგადი და შემდეგ ძალიან კონკრეტული ასე თქვა საკითხები. ეხლა რა მდგომარეობაა ქვეყანაში? ანუ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური მდგომარეობა როგორ არის ერთმანეთთან გადაბმული ისე რომ ეს პოლიტიკური მდგომარეობის კრიზისიც ხო არ შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ კრიზისში. მოდი დავიწყოთ იმით რა დღეა ახლა სადა რომელ ასე ვთქვათ დროის სივრცეში ცხოვრობთ და როგორ მოვედით აქამდე. აი ჩვენ ფაქტობრივად ვემსგავსებით ბელარუსის რეჟიმს. ოღონდ მის გაფორმებას აკლია კიდევ რაღაცა. აკლია ის რომ ჯერ კიდევ მტკიცედ დგას ხალხი, ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური კლასი მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიდერი ციხეშია, ყველა უკლებრივ იმ პარტიებისა, რომლებმაც წინაარჩევნებში გადალახეს ბარიერი და ფაქტობრივად მთავარი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ძალის წარმომადგენლებია. ესე იგი, გუშინ ყველაზე ნათლად მოხდა აღწერა იმ ვითარებისა და პასუხით უნდაც თქვენს კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო და როგორი საქართველო მივიღეთ 12 წლის შემდეგ. ვინ წარმოიდგენდა ამას? 12 წლის შემდეგ, რომ ფაქტობრივად აი რაც ახლა თქვენ ახსენეთ, ქვეყანაში არ იარსებებდა არც ერთი ლეგალური ინსტიტუტი, კონსტიტუციური არც ერთი ინსტიტუტი, არც საკონსტიტუციო სამართლო, არც უზენაესი, არც იგივე სამართლოები, არც მთავრობა, არც პარლამენტი, არც ძალოვანი სტრუქტურები, არც რა ვიცი რა ინსტიტუტი, რომელსაც კონსტიტუციური ფერი აქვს, კვდარია ყველაფერი და ერთი ახირებული, არც თუ ისე ადეკვატური და ალბათ ამაზე შეიძლება უკვე მერე ვიღაცებმა იმჟელონ ამ ადეკვატურობიდან გამომდინარე ადამიანის ხელში აღმოჩნდა ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მიაქანებს რუსეთისაკენ, რომელმაც შეგნებულად თანმიმდევრულად ომი გამოუცხადა დასავლურ სამყაროს, გადაახია ქვეყანას თავზე კონსტიტუცია და განაცხადა, რომ მისი მთავარი პოსტულატი, რომ ქვეყნის მიზანი გაფორმებული მთავარი კანონით არის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება მასშტაბის ევროკავშირში და ნატოში, ფაქტობრივად ეს უგულებელყო და აგერ რუსეთის ასე ვთქვათ მოკავშირე გავხდით აი ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და უკრაინის მტერ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით ჩვენ და უკრაინასთან რუსეთის ომში ვართ რუსეთის მოკავშირე. ფაქტობრივად და განსაკუთრებულად ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით რუსეთის მიმართ. და გუშინ რატო ვახსენე? გუშინ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასეთი დოკუმენტი არ მიღებულა არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დოკუმენტი იქნა მიღებული თავად ევროკავშირის მიერ, სადაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა საკითხებზე ხან ერთ დოკუმენტში, ხან მეორეში იყო საუბარი, სანქციებზეც იყო თუნდაც იგივე ქართული ოსნებისა ივანიშვილის დასანქცირების კუთხითაც. ევროსაბჭომაც მიიღო დოკუმენტი, ამერიკის კონგრესშიაც რამდენიმე დოკუმენტი მომზადდა. ეს იყო ყოვლის მომცველი დოკუმენტი, რომელიც იდეალურად აღწერს დღეს არსებულ კატასტროფულ სურათს და ამავე დროს თავაზობს სამოქმედო გეგმას.
ეს არ არის მხოლოდ შეფასებითი დოკუმენტი. პირდაპირ ამბობს რა უნდა გაკეთდეს. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პირდაპირ არის საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოს არასდროს არ ექნება ევროკავშირის მხარდაჭერა, მათ შორის საფინანსო მხარდაჭერა, სანამ იქნება ეს ხელისუფლება. სანამ არ ჩატარდება სამართლიანი, დამოუკიდებელი, გაუყალბებელი არჩევნები და ამ ხელისუფლებას ევროპარლამენტი არ აღიარებს ლეგიტიმურად. აი ასეთი ძალიან მძაფრი და ყოვლისმომცველი დოკუმენტი მივიღეთ. ვის წარმოედგინა, რომ აი ასე ცოცავად, ნელ-ნელა ეტაპობრივად მოხდებოდა ქვეყნის ტრანსფორმაცია. აი არის გამონათქვამი ერთ-ერთი ფილოსოფოსი არ მახსოვს, რომლის რომ თავისუფლება იკარგება თანდათან. არ ხდება ისე, რომ აუცილებლად გაიღვიძე და მაშინ ტოტალიტარულ რეჟიმში აღმოჩნდი. ყველაფერს აქ თავისი ასე ვთქვათ ნაბიჯები. აქ რაოდენობრივი ასე ვთქვათ დაგროვება აი დიალექტიკის კანონით თუ ვიმჯერდებთ. რაოდენობრივი ასე ვთქვათ დაგროვების კანონიდან შემდეგ გადავდივარ თვისობრიობაზე. ნელ-ნელა თითქოს და რაღაც პროცესები მიდის, რომელიც შესაძლებელია არ მოგვეჩვენოს საგანგაშოდ, ან მოგვეჩვენოს საგანგაშოდ, მაგრამ არ მივანიჭოთ არსებითი მნიშვნელობა და უცბად საკმარისი აღმოჩნდება ერთი პატარა და უცბად ამ მდგომარეობიდან გადავალთ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. ეს არის რაოდენობრივობის თვისობრიობაში გადასვლის კანონი. აი ეს წყალი, რომელიც ჩვენ გვიდგას, შეიძლება ვადუღოთ ეს წყალი 99 გრადუსამდე ეს წყალი იქნება წყალი და არაფერი განსხვავება არ არის ხელთო ჩაყოფ 99 გრადუსი იქნება ეს 98 თუ 100. მაგრამ საკმარისი ეს 1 გრადუსი დაემატოს და ეს უკვე წყალი არ არის. ორთქლი. გადაიქცევა ორთქლად, ანუ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობას ვიხილავთ. ანუ ერთი პატარა ასე ვთქვათ ასე წვეთი, ანუ 1 გრადუსი და უცბად აღმოჩნდებით სხვა მდგომარეობაში. ვარ თუ არა ახლა ჩვენ ავტორიტარული რეჟიმის გაფორმების საფრთხის წინაშე. ვარ, თქო მე ასე დრამატულად არ ვიტყოდი, რომ აი 1 გრადუსი აკლია ახლა ამ წყალს და ხვალ შეიძლება უცბად რაღაც პატარა ისეთი რამ მოხდეს, რომ ჩვენ უკვე მართლაც ბელარუსად ვიქცეთ, სადაც ხმის ამაღების უფლება არ იქნება და უკვე ამას აი რო შევხედოთ მართლა სიტუაციას, ხო? ჩვენ შეიძლება ხო არა ვართ ისეთ ხიბლში, რომ აი სასურველზე ვფიქრობთ და არა ფაქტობრივ მოცემულობებზე. იმიტომ რომ ოპოზიციური ლიდერების დაკავება და ამ დაკავების მოტივები, შინაარსი, ბრალდების კონტექსტი, ეს ხო თავისთავად ცხადია, აი როგორი თვისებრივი მხარე აქვს ამას, რომ ეს სამართლებრივ სარჩულზე საუბარი ზედმეტია რა. პლუს ერთგვარი უკვე დევნა აი განსხვავებული აზრის მიმართ. სინდისის პატიმრები, რამდენი უკვე რა, ეს არის ისეთი შემთხვევები, რომელიც სასაცილო იქნებოდა სხვა ქვეყანაში რომ კითხულობდეთ ესეთ რაღაცას და ჟანრი ძალიან სამხრეთ ამერიკულია. სამხრეთ ამერიკული ჟანრია ეს ავტორიტარიზმი, აი როცა ესეთ ძალიან სასაცილო, ასე ვთქვათ, მიზეზები არის, ნუ იმათვის სასაცილო ალბათ არ იყო, მაგრამ აქედან უცხო თვალით რო ხედავ, სულელს რო უწოდებ ადამიანს და ციხეში აღმოჩნდება ეს ესეთი რაღაცა ან Facebook პოსტის სტატიის. ხო, ნუ არის იმ დროს იმ კლასიკურ სამხრეთ ამერიკულ ავტორიტარიზმის დროს სოციალური ქსელები, მაგრამ ალბათ იმ ჟანრის კლასიკაში ასე იქნებოდა. აი, აბა რა მდგომარეობაში ვართ მაშინ თუ ასეთში არა? რა თქმა უნდა, აქეთკენ მივდივართ, ოღონდ ჩვენ გვიყვარს შეიძლება ეს გულარხეინობის გამოძახილია ან შეიძლება ობიექტური შეფასება, რომ ამბობთ ჩვენ არა ვართ ბელარუსი. ჩვენ არა ვართ აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაეცემა. გაფორმებული ავტორიტარიზმია, გაფორმებული. თუ ახლა თურქმენში დიქტატურაა, აზერბაიჯანში დიქტატურა არ არის. იგი არჩევნების იმიტაციაა და რაღაცა არის და არის ასე ვთქვათ რაღაც ოპოზიციაც, რომელსაც იჭერენ და ზოგი აქ საქართველოში გამორების, ზოგი გარბის, ზოგერ ზოგი ცეხეში სვამენ, რადგან მოხდარდა და სხვას, მაგრამ რაღაც ზომის ასე ვთქვათ ქმედებები მაინც იგრძნობა. თურქეთი ავტორიტარიზმთან ახლოს არის. რუსეთი დიქტატურა ჩამოყალიბდა უკრაინაში
აგრესიის შემდეგ მანამდე ასე თქვა ავტორიტარული რეჟიმი იყო, სადაც თავისუფალი მედია ასე თუ ისე იყო, დოჟდი და რაღაც ტელეგადაცემები იქაც არსებობდა, თუმცა რაღაც შეზღუდული თავისუფლებებით და ხანდახან ქუჩაში მიტინგებსაც ატარებდნენ ბელორუსში ქუჩაში გამოხვალდა უკეთ ციხეში ხარ, ანუ ოპოზიციას ანადგურებდნენ და კლავდნენ და ტყეში სადღაც მარხავდნენ. ამიტომ როდესაც უყურებთ ხანდახან ვამბობთ რომ რატომ არა ვართ შეიძლება გააჩნია როგორი მიუდგებით შეიძლება ვთქვათ რომ ნუ ამბობთ ასე იმიტომ რომ გერმანიაში დამყარდა ფაშიზმი ევროპის შუაგულში და კულტურულ ერებში ესპანეთში იტალიაში და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ არა რა იმუნიტეტი გაგვაჩნია ესეთი რომ ჩვენ არა ვართ მაგალითად ეს აზერბაიჯანიან თუნდაც ბელორუსი მეორეს მხრივ მართლაც გვაქვს რაღაც გამოცდილება ჯერ ერთი ჩვენ ვართ საერთაშორისო ასე ვთქვათ ვალდებულებებით ახჭურვილი და ბევრი საერთაშორისო სტრუქტურის მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩვენ გვყავს მეგობარი სახელმწიფოები და მთელი აი ამ სტრუქტურის და სინამდვილის წინააღმდეგ რო ვართ უკვე აღმოჩენილი და რა თქმა უნდა მეგობრების ასე თქვა ჩამოცილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ვერაგი გეგმისა რასაც აი ეს პუტინისტური რეჟიმი აწარმოებს და ზუსტად მიყვება მეთოდოლოგიურად თეორიულად საკანონმდებლო კუთხითაც და პრაქტიკულადაც იმ გზას რაც გაიარა ბელარუსმა პუტინმა და რაც გაიარა ავტორიტარულმა რეჟიმებმა ერთის მხრივ საგარეო ფაქტორები საერთაშორისო მხარდაჭერა რომელიც არის ძალიან ძლიერი მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომელსაც ჯერ კიდევ არ უთქვამს საბოლოო სიტყვა ამენაიდან მაინც იქ სხვა პრიორიტეტებია იქ ირანის საკითხი იქ ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთში და ასთავარია რუსეთში უკრაინის აგრესია მაგრამ ამერიკის ელჩის აი ამ ორი დღის განცხადება წარმოუდგენელი განცხადება იყო ფაქტობრივად მოყვა რომ ტრამპის მიერ გამოგზავნილი წერილი არა იყო ბიზნესმენშულმა არ წაიკითხავთ მან არ იცის რას წერს იქ შეხვედრაზე უარი თქვა მენაიდან დახურული კონვერტი წერილი გადაეცემა და ეს წერილი არ შეიძლება კობახიძის მეშვეობით ყოფილიყო ივანიშვილამდე მიტანილი ანუ იქამდე გადავხედდა რადგან ბელორუსს ვადარებთ დაახლოებით 20 წლის წინანდელი ბელორუსიც ასე იყო და მე ერჩვენია დღეს საელჩოები დაკეტა მაგრამ ბელორუსი იქცეოდა რუსეთის ზურგით რუსეთის ასე ვთქვათ ნედლეულით გაზით ნავთობით რუსეთის ეკონომიკის ზურგმომაგლებული სუბსიდირებული ქვეყანა იყო ბელორუსი რუსეთის მიერ რომელშიაც საწვავი ბუნებრივი რესურსები რუსეთის შიდა ფასებით იყიდებოდა ამ და ვისი ზურგი აქვს ივანიშვილის პროვინციულ ასე ვთქვათ დიქტატურას ამყარებს ამიტომ ერთია საგარეო ძლიერი მხარდაჭერა რა განგვასხვავებს ამ რეჟიმებისაგან მეორე არის ჩვენი გამოცდილება წინააღმდეგობის გამოცდილება თუნდაც იგივე ანტიკორუფციული და ეს შევარდნაძის რეჟიმი არ იყო პრორუსული შევარდნაძის რეჟიმი იყო არაეფექტიანი კორუმპირებული რეჟიმი თორემ შევარდნაძე პროდასავლური პოლიტიკოსი იყო მან შეუწყო ხელი აბაქო თბილისჯეიხანის აშენებას ბაქო-თბილისის რეზერვების აშენებას ორჯერ ააფეთქა რუსეთმა. ასე ვთქვათ, მეგობარმა ელცინმა ორჯერ მოუწყო ტერორისტული აქტი იმის გამო რომ სწორედ რომ ნატოს კარებზე აკაკუნებდა ეს მისი სიტყვებია და დასავლეთის ინტერესები მძლავრად შემოიყვანა ეკონომიკური საქართველოში. მაგრამ იმდენად ჩამოძონძილი პოსტსაბჭოთა მართვის სისტემა იყო და იმდენად წაღებული ქონდა ქვეყანა კორუფციას რომ შევარდნაძეს არ ქონდა არავითარი პერსპექტივა რომ საქართველოს თანამედროვე ქვეყნად ექცია და სწორედაც რომ აი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა ამ რეჟიმის შეცვლა. ანუ უკიდურესი ზომა რეჟიმის შეცვლისა არავის ასე ვთქვათ არ უარუყвия. ეს გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშია. თუ ადამიანი ახალ საფრთხეს ჟანყების უფლება. მე არ ვამბობ რომ და არც მოუწოდებ რომ აი რევოლუცია მოხდება და შემდეგ მაგრამ შინაგანი წინააღმდეგობრივი მუხტი ძალიან დიდია. ქუჩაში 200,000 კაცი იდგა. დაახლოებით 7 თვის წინ ეს არსად არ დაკარგულა. ეს ტრანსფორმირდება სხვა უკმაყოფილებაში.
ამიტომ შიდა წინააღმდეგობა მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან, პოლიტიკური ლიდერების სხვა თაობა გაიზარდა, მეორე ნომრები ასე ვთქვათ აქტიურები არიან, იმად დაიჭერენ მესამე და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებს ეფექტიანობაზე, ფინანსებზე, განწყობილებაზე, მორალურ ასე ვთქვათ სულისკვეთებაზე. ბუნებრივი არ არის ადვილი ლიდერების ციხეშია, მაგრამ წინააღმდეგობის რესურსები არსებობს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რომელი ეკონომიკით უნდა იარსებოს ივანიშვილის აი ამ რეჟიმმა დასავლეთის სამყაროში ინტეგრირებული პატარა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა და არა ბელორუსი, სადაც ყველაფერი სახელმწიფო საკუთრება. ყველაფერი კერძო საკუთრება, არაფერი არ არის სახელმწიფო საკუთრება. ბატონო, მაგრამ იქ აი იმ ეპიზოდშიც როცა ამერიკის ელს და ჩვენს ხელისუფლებას სკოლებში გონდა კომუნიკაცია. იქ იყო ერთი ძალიან თვისობრივი მომენტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ჰქონდა ისეთი, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის სტილი არჩეული, სადაც პრაქტიკულად აღიარებდა იმას, რომ საქართველოში არის ავტოკრატია. Ემიტომ რომ გადასცეს წერილი ბიძინა ივანიშვილს და არა ოფიციალურ ინსტიტუციას. უთხრეს შენ კობახიძეს უთხრეთ შენ ხარ პაიკი. ხო, კი, მაგრამ აი ეს კი უთხრეს, მაგრამ ეს უკვე აღიარებაა, რომ აქ არის ავტოკრატია. მე შენ არ გაძლევა მას, რომ მე ჩემმა ხელმძღვანელობამ დამავალა, რომ იმას მიცე, იმიტომ შენთვის ამ დოკუმენტის გადმოცემას აზრი არ აქვს. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას ეს მეტყველებს ეს. რა თქმა უნდა. ეს რომ მეტყველებს და ბიძინა ივანიშვილის პასუხი რომ ის არ იღებს აი ამ წერილს, ეს უკვე თვითონ პასუხია. აი რო არის. ხო, ანუ რაღაცა ის უკვე რა კომუნიკაცია იყო და რა მოითხოვა, რა არ დააკმაყოფილა, ეს უკვე შეიძლება რაღაცეები ჩვენთვის უცნობი დარჩა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ესე იგი საერთაშორისო ასე ვთქვათ, განწყობების ერთ-ერთი მთავარი მეინსტრიმი ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად უკვე აი აქ ჩვენ საქართველოს ვაიდენტიფიცირებს უკვე ავტოკრატიულ რეჟიმთან, ეს ესეა. ძალიან ახლოს ვართ, კი. კი. ეხლა მეორე საინტერესო მეთოდოლოგია რა ვთქვათ. შეიძლება ვიღაცამ თქვას ავტოკრატიული რეჟიმია და შეიძლება დაუშვათ ეს გამონათქვამები რაც არის, მაგრამ არსებობს ყველაფერი, მაინც არის შეფასებადი. ავტოკრატია არასოდეს არის ფორმალური ეს ყოველთვის შეფასებითი ნაწილია. არსებობს დემოკრატიის ინდექსი. დემოკრატიის ინდექსით საქართველო კატასტროფულად იხევს ბოლო წელია უკან. რეგიონში ჩვენ ვართ მნიშვნელოვნად უკან უკვე ვიდრე სომხეთი დემოკრატიის თვალსაზრისით და ეს კაუნები, აგენტების კაუნი, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების აკრძალვა მედიაში საერთოდ აი ელემენტარული კრიტიკული სიტყვებისათვის კი მედიის დაჯარიმება, საშინელი 5,000 ჯარიმები და საერთოდ გამოხატვის თავისუფლებისათვის ციხეში ჩასმა, აგერ ასე ხარ თქვენ თქვით რომ ვიღაცა შტერი დაუძახოთ და დაგიჭირონ, ეს ხო წარმოუდგენელია. საფრანგეთში შარლებდოს ეს ჟურნალი რას არ ბეჭდავს და ვის არ დასცენის და ანდა ბრიტანული კარიკატურული ჟურნალები რომ ნახოთ, მაშინ ყველა ციხეშია და ასე თქვა ჩასასმელი ქართული სტანდარტებით. ამიტომ უკვე აი ამ ქულებით, ასე თქვა ბალებით ჩვენ ვართ უკვე თურქეთზე გაცილებით უკან, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არის ავტორიტარული, ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმი. იქ არც ერთი დიდი ქალაქის მერი არ არის ერდოღანის წარმომადგენელი. სოფლისა და დაბის მოსახლეობა ირჩევს. არჩევნები მეტნაკლებად მიუხედავად იმისა, მანიპულირებულია და ასე ვთქვათ, გამონათებელ მასებზე არის ორიენტირებული. იქ ყველა დიდი ანტალია იქნება თუ სტამბოლი იქნება, ანკარა ყველა დიდი მერი ოპოზიციის წარმომადგენელია. თურქეთს ხომ ჩამორჩებით, სომხეთს ჩამორჩებით. უკვე იმდენად მცირე ერთი პატარა ნაბიჯი და უკვე საქართველოს ჩვენ თუ ვართ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანა და აი გარდამავალ ასე ვთქვათ ზღვარზე ვართ, შეიძლება მომავალ შეფასებაში უკვე ავტოკრატიულ სისტემაში აღმოჩნდეთ, ვინაიდან ეს კანონ პროექტები რაც ახლა იქნა მიღებული და ეს ნაბიჯები ოპოზიციის დაჭერისა ამ შეფასებაში არ არის ასახული. მაგრამ არ არის გამორიცხული მართლაც უკვე წმინდა მეთოდოლოგია რაც კი ავტოკრატიულ ქვეყნებში ამოვყოთ თავი. გარდა საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯებისა, რაც გაემეორა სიტყვით, რასაც პუტინი აკეთებდა, ამას შემდეგ იდეოლოგიური მომზადება უძღოდა წინ ზუსტად ისე პუტინის სტილი, რომ პუტინის ოჯახის იმ წინ ასე ვთქვათ
რაღაც ოჯახის სიწმინდე, რაღაც ტრადიციული რელიგიური ღირებულების დაცვა და იდეოლოგიური შეფუთვა პირდაპირ პუტინისტური საგარეო ვექტორის ცვლილება იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ მხარდამჭერი გარდა რუსეთისა ივანიშვილის რეჟიმის თვალში, მაგრამ ეს ყველაფერი ჩამოეშალა ერთ თვეში. დაანგრია ისრაელმა ეს ყველაფერი, ვინაიდან პირდაპირ საქართველოს უკვე მზად იყო განეცხადებინა, რომ ის უერთდება არა დასავლურ ასე ვთქვათ ბლოკს და ალიანსს, არამედ 3+3 გაერთიანებას. ვინ არის 3? რუსეთი, ანუ ოკუპანტი, ირანი, გარიყული სახელმწიფო და ავტორიტარული რეჟიმი, სადაც საშინლად იდევნებიან ადამიანები და იხოცებიან. თურქეთი, რომელსაც თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და კიდევ ერთ ასე ვთქვათ გაერთიანებას თუ ჩაუდგება სათავეში, ამაზეც უარს არ იტყოდა, მაგრამ კარგია რომ ასე ვთქვათ ხესავთ თურქეთი არ გვაწმებოდა ჩვენ, თორემ თურქეთს რომ დაეჟინებინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით. აქეთ ამხარებ კავკასიის ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. აი ახლა ვხედავთ რა ხდება აზერბაიჯანში. რა საშინელი გადაცემა იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიაში გადაუარეს მთელს რუსეთს და მის ხელისუფლებას. პირდაპირ გამოჩნდა როგორ უბრძანებს რუსი სამხედრო ბაქოდან მიმავალი თვითმფრინავის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას ბოდიშიც კი არ მოუხადეს და შემდეგ ის ანტიაზერბაიჯანული აქციები რაც ჩატარდა დაკავებები და ასე შემდეგ. ანუ რუსეთმა უმადური აზერბაიჯანი დასაჯა მათი აზრით ჩვენც გავიარეთ ეს ყარაბაღში გამოყრება. ხო და ყარაბაღის ასე ვთქვათ მიერთებაში რუსეთი ასე ვთქვათ თავის როლს ხედავს და ის მიანიშნებს რომ უღალატა ასე ვთქვათ სომხეთს. და როგორ არ დაუფასა ასე ვთქვათ აზერბაიჯანმა, მაგრამ ნუ ასე ვკასავთ აზერბაიჯანი დისტანცირდა და არაფერში არ აწყობს აზერბაიჯანს ისეთი ფორმატი სადაც ის რუსეთთან ერთად ვიღაცებთან იქნება, თუნდაც თურქეთთან ერთად, ვინაიდან თურქეთთან უკვე არის, აგერ სომხეთი პირდაპირ დაადგა ევროპული განვითარების გზას, ვიზო რეჟიმის შემოღებაზე უკვე მიდის საუბარი, ის რომელიც ილუზიად მიაჩნდა და ბევრს ეცინებოდა რომ ევროკავშირი არის ლისაბონიდან ერევნამდე, აი აგერ ეს თეზისი უკვე ფაქტობრივად მუშაობს და ევროკავშირში შეიძლება სომხეთი უფრო ადრე აღმოჩნდეს ეს ხელისუფლება თუ არ გავაგდეთ ეს რუსული რეჟიმი ქართული ოსნებისა. ანუ სომხეთი ჩამოეცალა და აგერ განადგურდა ირანის სამხედრო იდეოლოგიური მორალური პოტენციალი 12 დღიანი ომით და ეს გააკეთა პატარა ისრაელმა, რომელიც ამდენჯერმე ნაკლებია და სამხედრო თლიანად ასე ვთქვათ თავდაცვითი სისტემები მოუშალა და აგერ ამერიკის შეერთებული შტატების დაბომბვა ირანისა. მორჩა ეს ფორმატი. საქართველოს ჯერტი არჩევნების წინ ივანიშვილმა რაც თავისუფლის მოედანზე კატასტროფული რაღაცები თქვა, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. რომ კონსტიტუციაში ისეთ რამე უნდა ჩაიწეროს, რომ აფხაზეთის დაცხინვას რეგიონთან დაკავშირებით მეტი თავისუფლება კონდეს, ანუ და მეორე რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მუხლის ამოღება და ბევრი რამ და მესამე პარტიების განადგურება ამბობდა, რომ მივიღებთ კანონს და ამას აგრძელებენ. და საარჩევნო მათი ასე თქვა განცხადებების ხორჩესმა იყო ის, რომ უკვე აპირებდნენ ამის გამოცხადებას. თუ გახსოვთ თქვენ ეროვნულ ბანკს სპეციალურად ლარის 30 წლისთავი გადაახტევინეს მაისში, როდესაც ლარი შემოღებული იქნა 5 ოქტომბერს. რა უნდა ოქტომბერში ვერ გადაეხდეს იუბილეს, უკეთესი არ არის, რთველია და აგერ ჩამოიყვანეს სტუმრები, თუმცა არავინ ჩამოვიდა საქართველოში. ერთი ისლანდიის ყველგან დასეირნობს ეთყონის მელიკაცია, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. ერთადერთი, როდესაც ანალოგიური დრამის 30 წლისთავზე შარშანა 10 ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იყო ჩასული. მაისში გამოიყვანეს ჯეფრი საქსი, პრორუსი ძალიან კარგი ეკონომისტი ერთ დროს 90-იან წლებში, მაგრამ ეხლა ანტიუკრაინული, პუტინისტური, პრორუსული, ასე ვთქვათ, ორიენტაციის ამერიკელი, რომელმაც დაიწყო ეროვნული ბანკის მთავარი სპიკერი იყო ოღონდ ჩართვით და აქ ილაპარაკა, რომ საქართველოს არის აზიურ, ევრაზიული კი არა, აზიური რეგიონული ქვეყანა და შემოაპარა ეს იდეა. ზუსტად ორი კვირის თავზე ჯეფრი საქსი იყო მთავარი მომხსენებელი, სადაც კობახიძემ რაღაც რეგიონული კონფერენცია ჩაატარა და პირდაპირ ღია თქვა, რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს 3+3 სისტემას. ამის სალაპარაკოდ ჩამოიყვანეს ჯეფრი საქსი. გადის ერთი კვირა და ლავროვისა და დუგინის მიერ მოწყობილ პრეს კონფერენციაზე ჯეფრი საქსი გამოდის მოსკოვში, ლავროვთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი და სადაც ისევ ამ იდეებს ატარებს. და ბოლოს შემდეგ ტაკერ კარსონი რო ერთი დებილი
ამერიკელი იმასთან ერთად საქართველოს დაცინოდნენ, პირდაპირ ამბობდნენ, დახედეთ რუკას საქართველოს, კავკასია, ჰეი, თქვენ ამერიკელებო სულელ ვაიასე და სიცილ ხარხარით ეს ტაკერკანსორი ცინიკოსი საქართველოს, ევროპა და მე აჩვენებენ კავკასიას და რისი ევროპა, აზია, სტალინის საქართველოს ევროპაში უნდა, ნატოზე საუბარი არ არის. მოკლედ, აი ეს ყველაფერი ამზადებდა ნიადაგს ღიად გამოეცხადებინათ უკვე ახალი გეოპოლიტიკური დოქტრინა. მაგრამ საგარეო ასე ვთქვათ, აი ამ მოვლენების გამო, განსაკუთრებით ირანში გამთავრებული მოვლენების შედეგად ამან კლახი გაიცადა. ვინ არის დღეს საქართველოს მეგობარი? უნგრეთი, სლოვაკეთი გამომდინარე თავიანთი მეგობრები არ არიან, მაგრამ გამომდინარე თავიანთი ინტერესებიდან და უბრალოდ პრორუსული ასე ვთქვათ სახელმწიფოები იყენებენ საქართველოს თავიანთი ინტერესებისთვის, მაგრამ არც თუ აქტიურად ეხმარებიან. აგერ ირანი და ვიღაცები სადაც აგერ კაცი დაკრძალვა ტერორისტის დაკრძალვაზე იყო ჩასული კობახიძე და ეს არავის არ დაავიწყდება ხო ეს ფოტო, როდესაც იზაღდნენ დარბაზში სიკვდილი ამერიკას და ასე შემდეგ და ირანს ამისი თავი არ აქვს. რუსეთთან ღია მეგობრობა პირდაპირ საქართველოს აქცევს აი ამ რაშისტული თუ ფაშისტური ქვეყნის მოკავშირედ. რუსეთი განწირულია მარცხისათვის. აი ხა დღეს ვკითხულობდი, აქ რომ მოვდიოდი, ამ ტემპით უკრაინა რომ აიღოს რუსეთმა, ჭირდება 90 წელიწადი. აქ საუბარია ომის სწრაფად დამთავრებაზე, ვინაიდან იხოცებიან ადამიანებს, რომ შეუძლებელია რომ ამ ომში რუსეთი გამოვიდეს გამარჯვებული. ადრე თუ გვიან ეს ომი დამთავრდება და საქართველოს მთავრობის ამ ღალატს და ისტორიულ მომენტში უკრაინასთვის ზურგის ქცევას არავინ აპატიებს. და მით უმეტეს რა რესურსებით უხტება ასე ვთქვათ ამერიკაზე ევროკავშირს თავისი 4 მილიარდი და ეს არ არის რწყილი და სპილოს შედარებაც კი არ არის. ვიღაც არაადეკვატური კაცი, რომელმაც თავისი კაცი, რომელსაც აქვს მილიარდები და საქართველოს არ დაუტოვებია ამდენ წელი 24 წელიწადი ერთხელ იყო თუ ორჯერ სადღაც ევროპაში და როცა პრემიერ-მინისტრი იყო სადღაც ევროსაბჭოში გამოვიდა სიტყვით მილიარდები რუსეთში იშოვნა, მაგრამ როცა აქ ჩამოვიდა 2012-ში მან თქვა 10 წელი რუსეთში არაა ნამყოფი. თუ 10 წელი რუსეთში არ იყო ნამყოფი და გავიდა დაგერ 13, 23 წელიწადი არაა რუსეთში ნამყოფი, იმიტომ რომ იქ რომ ჩავიდეს კრიმინალები გაწეწავენ, ან პუტინი ჩააყუდებს იმასავით, რა ქვია, იანუკოვიჩივით. ვინ არის დღეს იმის გამო რომ ვერ შეასრულა დავალება ბოლომდე. შეუძლებელია რომ ხო და კიდევ იმ მიზნი რა მიზნითაც გამოაგზავნა ივანიშვილი პუტინმა 2 მილიარდ ნახევარი გამოატანა და გააყიდინა მისი ესეთი აქტივები, ვინც რუსეთში რაიმეს გაყიდის პუტინის ნებართვის გარეშე, ან მკვდარია, ან გაქცეულია, ან ციხეშია. აგერ ტელმანის იზმაილოვი იყო მილიარდერი 1 მილიარდის ღირებულების მარტო მარდან პალასი ასეთი ის დღეს რომ არის ერმიტაჟი, იმის კოპიო აშენა ანტალიაში და თურქეთის მოქალაქეობა ითხოვა. იმავე წუთას დაიჭირა, გაანადგურა აზერბაიჯანული ებრაული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე და მე რა უყო ხადარკოვსკის და გუსინსკის და ასე შემდეგ ვიცით ხომ? ივანიშვილის რასისტი კრედიტი 600 მილიონად გააყიდინა ბანკი და მე თავის სამშობლო კომპანიები, აფთიაქები, აგრობიზნესები და ასე. ზუსტად იგივე მისიით გამოაგზავნა სომხეთში სომხეთის მოქალაქე, უბრალოდ რუსეთის მოქალაქე, სომხეთის მოქალაქეც კი არ არის. მილიარდერი ივანიშვილის სტოლფასი ქონება აქვს, Forbes-ში 4 მილიარდია. მისი ქონებაც და ზუსტად ივანიშვილის გზას დაადგა ენერგოობიექტები იყიდა, აგერ გუშინ წინ მიიღო კანონი, პარლამენტმა ნაციონალიზაცია მოხდა ამ ოლიგარქის ქონების და ჩამოერთვა თბილისის თელასივით ასე თქვა თელი ენერგიის ქალაქის ეკოსისტემას და გამანაწილებულ ქსელს ეს ფლობდა. რატომ? იმიტომ რომ მოინდომა მოღალატე პრორუს მღვდლებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. შეეკრა პატრიარქს, რომელიც პირდაპირ რუსეთის აგენტი აღმოჩნდა და ამ პატრიარქს პირდაპირ პაშინიანმა მოუწოდა გადადგომისაკენ,
ვინაიდან თურმე ყველანაირ საეკლესიო კანონს არღვევდა, ცოლი წყოლია ჩუმად, შვილი წყოლია, რომელსაც მალავდა შეკრული იყო რუსეთთან, რუსეთთან იმართებოდა, აი ეს კაცი ჩამოუშვა, ანუ ივანიშვილ 2 სომხეთში და სად არის ივანიშვილ 2 ციხეში ზის. ანუ საქართველოს მაგალითი პაშინიანს გამოადგა. ასე რომ ვინ არის მისი მოკავშირე? ივანიშვილის მოკავშირეების გარეშე, ფინანსური რესურსების გარეშე. აი სწორედ ამაზე მინდა კითხოთ ბატონო რომან. აი ჩვენ თურქეთი როცა ვახსენეთ და მისი ავტორიტარიზმი რომ მოვუყვანეთ მაგალითად, თურქეთის ეკონომიკა ძალიან ეფექტურია მაინც. წარმოება და ერთ-ერთი მოწინავე წარმოების ეკონომიკას ფლობს. ჩვენთან საქართველოს ეკონომიკა და არსებული პოლიტიკური კრიზისი და მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის აპათია. ალბათ მაინც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენს ეკონომიკაში სტაბილურად ცუდი, მაგრამ სტაბილურად ცუდი ეკონომიკა გვაქვს. ანუ არ უარესდება ისე, რომ ადამიანებმა იგრძნონ ეს მაცივარს. ვინც იგრძნოს გარბის, ამას შესაძლოა. ხო, დაიცალა ქვეყანა. ეგ კი, მაგრამ აი თითქოს და ისეთი გაუარესების სურათი, რომელშიც შეიცვალა დღევანდელი დღე, გუშინდელი დღისგან თუ ხვალინდელი მერმისისგან, აი ეს კატასტროფული სურათი, რომელიც გაუთვისნობიერებელი ადამიანისთვისაც გასაგებია, რომ ეს უკვე კატასტროფაა და ასე ვეღარ ვიცხოვრობ. აი ეს რეალობა არ შექმნა. ეხლა როგორი მდგომარეობა ეკონომიკაში? მინდა რომ ეკონომიკაზე ვისაუბროთ. ანუ როგორ ინარჩუნებს საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობას და გარკვეული სტატისტიკური ასე თქვათ მოცემულობით ის გვთავაზობთ ესეთ რეალობას, რომ 11%-იანი ზრდაც მაქვს, მაგრამ ამავე დროს მინდა მომახსენოთ, რამდენია საქართველოს საგარეო ვალი, ანუ რის ხარჯზე ინარჩუნებს აი ამ სტაბილურობას, რა არის ძირითადი მექანიზმები, რომ ჩვენ ეკონომიკა მაინც სტაბილურად გვიკავია. მოდით შევაფასოთ, რა იყო ქართული ოცნების ეკონომიკა 2012 წლიდან 2020 წლამდე, პანდემიამდე. ამ 8 წლის განმავლობაში მას დახვდა გამართული ინფრასტრუქტურა. ტელეფონის ღილაკს ხელს დააჭერა და გადასახადს რო იხდის. სად იყო გადასახადის ამოღება, შევარნაძის დროს გახსოვთ ერთი ცნება, რომ და თითოეულ საწარმოოში რო თითო საგადასახადო ინსპექტორი უნდა მისულიყო, რომ იქიდან ამოეღო გადასახადი და მე ეგრეთ წოდებული ურჩი განახვდელების ცნება იყო და 90% არ იხდიდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესი და კატასტროფა იყო. შევარნაძის დროს, როდესაც უკვე ახალი ხელისუფლებით შეიცვალა, ბიუჯეტი იყო 300 მილიონი დოლარი. დღეს ამაზე მახსოვს ეს ზონი რატომ უნდა გადავიხადო? ბიზნესმენი ვერ აკავშირებდა. დოლარი და პენსია იყო 14 ლარი და მე არსებობდა ასეთი ცნება საპენსიო და სახელმწიფო დავალიანებები. ზოგ რეგიონებში 6 თვით დაურიგებელი პენსია და შემდეგ ვარდების ზოგ რეგიონში 1 წელი და მათ შორის ხელფასებიდანაც რამდენი ხელფასი 50-60 ლარიანი ხელფასები და 2 წელი მოანდომა ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ შევარნაძის დროინდელი საპენსიო და სახელმწიფო დავალიანებების გასტუმრებას. და შემდეგ იმ რეფორმების შედეგად ინსტიტუტები შეიქმნა საგადასახადო, ქუჩაში რომ ეს 16,000 პატრული პოლიციელი გარეკეს, მთელი საგადასახადო საფინანსო და საბაჟო სისტემა შეიცვალა, ახალგაზრდები დაკომპლექტდა და ასე შემდეგ და გამართული ასე ვთქვათ ფუნდამენტი დახვდა. ეს ფუნდამენტი, მათ შორის 2.5 მილიარდი ლარის რეზერვები, რომელიც შემდეგ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იყო ეს ფული გადანახული, როგორც არის ანაკლია, მაშინ მას ლაზიკა ერქვა და ასე შემდეგ, მაგრამ ამან ამ ფულიდან დიდი ნაწილი 1.2 მილიარდი ჯანდაცვის პროგრამებში გადაიტანა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ძველი ნარჩენებით, ფინანსური ნარჩენებით, ინსტიტუციური მახსოვრებით და იმ ფუნდამენტით, რომელიც შემდეგ ძალიან დაიბზარა, აქამდე მივედით, მაგრამ ეკონომიკური ზრდა სადღაც 4.8% იყო. ეკონომიკა არ იზრდებოდა. მინდან 4.5%-იანი ზრდა ისეთ გარდამავალი აიდის ქვეყანაში როგორც საქართველოს იყო არაფერს არ ნიშნავდა. იმ ხელისუფლებებს უფრო მეტი იყო ეკონომიკური ზრდა. შემდეგ ხდება პანდემია. პანდემიისას უკვე ეკონომიკის ვარდნა და პანდემიისას კატასტროფას, მათ შორის ლარის კატასტროფას გადაარჩინა, იხსნა ჩვენმა მეგობრებმა 1.2 მილიარდი შემოვიდა მომენტალურად ევროკავშირიდან
რომელმაც შემდეგ მოგცა საშუალება რომ ჯანდაცვის სისტემა გაგვემართა, თუმცა პანდემიამ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უღარესად საქართველოს ხელისუფლება მართა, ვინაიდან საქართველო იყო იმ ათეულ ქვეყანაში, სადაც ყოველ 100,000 მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 4 მილიონიან საქართველოში პანდემიისას მოკვდა 17,300 კაცი. მაგრამ რომ არა ვაქცინა, რომ არა ასე ვთქვათ ეს ინფრასტრუქტურა რაშიც გვეხმარებოდნენ, რომ არა ტესტები, მე პანდემიისას დაკეტილი 6 თვის კარანტინში და დაკეტილი და ბიზნესები მათი კომპენსაცია, სუბსიდირება, მოსახლეობისთვის ფულის დარიგება, ფერმერებისთვის ფულის დარიგება. 300 მილიონი ლარი მარტო კომპენსაციაში დაიხარჯა შუქისა და გაზისა. ჩვენი მოქალაქეებს. მომენტალურად წამოვიდა ეს ფული ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან და შემდეგ თითქმის 1 მილიარდი ლარი სავალუტო ფონდიდან ეროვნულ ბანკში ჩაირიცხა რეზერვების შესავსებად და ამან გადაარჩინა ლარი კატასტროფულ განადგურებას. ანუ რამ გვიხსნა მეგობრებმა და ბიუჯეტის დეფიციტი იყო 9, ანუ ყოველი 10 ლარიდან 5 ლარი იყო ჩვენი მეგობრების მიერ, ასე ვთქვათ, ან სიმბოლურ ფასადნაცეცხლები, ან ნაჩუქარი. ეკონომიკა დავარდა, ასე თუ ისე, ასე ვთქვათ, გადავჭიტდა. შემდეგ იყო აი ორნიშნას დასრომ ამბობენ 2020 რომელში 20-ში და 21-ში იყო დაცემა. შემდეგ უკვე ეკონომიკურ დაცემასთან შედარებით გაიზარდა ეკონომიკა და ეს ხდებოდა 2022 წლამდე და ის ზრდა ფაქტობრივად არ იყო იმდენი, რომ 2019 წლის დონემდე მიგვაღწია. და უცბად იწყება რუსეთის აგრესია უკრაინაში 2022 წელი, ანუ თებერვლის თვე. ყველას ეგონა რომ მოხდებოდა ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ეკონომიკური კოლაფსი თელს რეგიონში, ვინაიდან საშინელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არც ერთი თვითმფრინავი დღემდე არ დაფრინავს, ბლოკადა რუსეთის 300 მილიარდი გაიყინა და მოხდა საოცარი რამ. სოფლიო, ასე ვთქვათ, გაიყო ორ ნაწილად. ერთი ცივილიზებული დასავლური სამყარო და მეორე აი ეს, ასე ვთქვათ, გლობალური სამხრეთი, აი ბრიქსი რომ არის, ვინ არის ბრიქსი? რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, რომელსაც აგერ ქაჯი პრეზიდენტი ყავს ახლა და ბრიქსის ხტომა სამიტი რომელიც გაიმართა ერთი კვირის წინაც სამი დღის წინ მიიღეს რეზოლუცია, სადაც დაგმეს უკრაინა დაგმეს ბელგოროდში რკინიგზის ხაზის დაბომბვის გამო, სადაც ერთი, ასე ვთქვათ, ეშელონი გადაბრუნდა. და ერთი სიტყვა რო თქვა, თუნდაც ანალოგიური დაბომბები რკინიგზისა და ქალაქებისა და საბავშვო ბაღების სკოლებისა და ათასობით ადამიანი რომ მიიღწევა უკრაინას. აი ეს არის ეს ბრიქსი. და აღმოჩნდა რომ რუსეთის გადამრჩენი ამ ბლოკადიდან ერთ-ერთი დიდი რგოლი აღმოჩნდა საქართველო. თავისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური განწყობილებით პუტინთან ივანიშვილის რეჟიმის რაღაცნაირად აი ავტორიტარიზმმა გაერთიანა ყველა ქვეყანა. ანუ თითქოს და გაიაზრეს. ასე რომ მსგავს შეიმეცნეს. დაახლოებით ავტორიტარული საფრთხე, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა თუ დასავლეთმა გაიმარჯვა, აი ვიღაცა ადამიანებმა, ვინც ხელისუფლებაშია, იგზნეს ის, რომ შეიძლება აქ გაიმარჯვოს დემოკრატიამ და ამიტომ ეს ჩვენი მოწინავე ლიდერი მორდორი უნდა გადავარჩინოს. ანუ ორი ინტერესი იყო, ერთი მსგავსების ერთობა და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერება, მათი რეჟიმის გაძლიერებისგან გადარჩენის ერთ-ერთი წინაპირობა იყო და მეორე პრაგმატული ეკონომიკური სარგებელი, მაგალითად ინდოეთი, სხვადასხვა ინდოეთი დემოკრატიის ინდექსში ითვლება ნახევრად დემოკრატიულ სახელმწიფოდ გაცილებით წინ არის ჩვენზე. ინდოეთი არ არის ავტორიტარული სახელმწიფო სხვადასხვა. და მოსეც მიმართ სენტიმენტები აქვს დიდ მოქალაქეებსაც და ბლოგერებსაც ბევრი მინახავს. და საქართველოს ტერიტორიის გავლით, რომელსაც შევიდა უზარმაზარი ოდენობის საქონელი თურქეთიდან, თურქეთმა ამით ისარგებლა და უზარმაზარი ფინანსური სარგებელი ნახა
ორი გზით შექონდა ერთი საქართველოს გაავლით და ამ ტრაილერებმა წალეკა ასე ვთქვათ ჩვენ ტერიტორია და შედიოდა რუსეთში მეორე ნოვოროსისკიდან მაგრამ ნოვოროსისკში წელიწადში 2-3 თვე პორტი არ მუშაობს ძალიან დიდი ქარებია და დიდი ტალღებია და მოკლედ ვინ გახდა გადამრჩენი ასე ვთქვათ რუსეთის აი რუსეთში არის ასეთი სიმღერა ქონდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ლადოგის ტბაზე და ამ ლადოგას ეძახდნენ სიცოცხლის გზას დაროგა ჟიზნი ეს რას ნიშნავდა აი წარმოვიდგინოთ ეს ლადოგა არის ტბა ეს არის ლენინგრადი სანქტ-პეტერბურგი ქალაქი რომელიც არის გერმანულ ბლოკადაში ხალხი შპალერს გლეჯდა და მაშინ კრახმალს ჭამდა და მგონი 2 მილიონი ადამიანი დაიხო საშიმშილისაგან და როდესაც ეს ლადოგა გაიყინებოდა აი ზუსტად გაყინულ ლადოგაზე შემდეგ აქეთა ხმელეთიდან უკვე გადადიოდა მანქანები და შექონდათ სურსათი და ასე შემდეგ და ეს არის სიმღერა ასე ვთქვათ სიცოცხლის გზა აი ამ ტერმინს თუ ვიხმართ საქართველო გამოდგა სიცოცხლის გზად რუსეთისათვის როგორც ტერიტორიულად საიდანაც შედიოდა ტვირთები და ერთი პატარა მაგალითი 500-600 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანები შემოდიოდა ევროპიდან და ამერიკიდან საქართველოში და ამის 90% შემდეგ გადიოდა რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში 500 მილიონის. დღეს ამერიკიდან ძირითადად შემოდის 2.3 მილიარდი დოლარის მანქანები. ეს არ არის მხოლოდ სუბუქი ავტომობილები. და ამაზე დიდი გამოძიება იყო BBC-ში, აქ არის ტრაქტორები, ესკავატორები, სამშენებლო ტექნიკა, რომელსაც ანგრების ათხრელად და ტანკებისა თუ სხვადასხვა ნაწილებისთვისაც იყენებენ და 2.3 მილიარდი ფორმდებოდა თვითონ შედის ყირგიზეთში არსებობს სარკესებული შედარება ანუ ყირგიზეთმა რამდენი შემოიტანა საქართველოსთან და ჩვენ რამდენი გავიტანეთ ყირგიზეთში ჩვენ გავიტანეთ 1.5 მილიარდი ყირგიზეთში და ყირგიზეთში შევიდა 40 მილიონის მანქანები ანუ ჩაილეკა რუსეთში ქაღალდი ფორმდებოდა როგორც ყირგიზული თორე სამდაში რუსეთში ილეკებოდა ეს ერთი მაგალითი უამრავი ისეთი ტექნიკა რომელიც ხმარდებოდა რუსეთს. რუსები ამას ეწოდებენ პარალელურ იმპორტს. ანუ შემოიტანენ ნებისმიერი საქონელი უკანონოდ უნებართვოდ არ გვაინტერესებს ახლა ეს ნებადართულია თუ არა მაგალითად ამერიკული ფილმი. წინათ რაღაცას იცავდნენ წესებს შემოდი ფილმი შემოიტანი გაუშვეს ასე ვთქვათ. და საქართველოსთვის ეს იყო სანქციების გვერდის ავლა. ასე ქვია საქართველოს ასე ვთქვათ ნორმალური სამართლებრივი სიტყვებით. მეორე ნაწილი. რა თქმა უნდა, როდესაც რუსეთი ბლოკადაში მოექცა, გაიაფთა ესეთი პროდუქტი, რომელიც ვერ ყიდიდა რუსეთი, რასაც ხავა ხორბალი იქნება, ნავთობი თუ ასე შემდეგ და ამით ძალიან დიდი სარგებელი ნახა ინდოეთმა. გაზი ჩინეთში შედიოდა, მაგრამ ინდოეთმა იაფად იშოვა უზარმაზარი, ასე ვთქვათ, გიგანტური ოდენობის რუსული ნავთობი, რომელიც უკვე ევროპაში და დასავლეთის ქვეყნებში სანქციების გამო ვერ შედიოდა. საქართველოში იაფად შემოდიოდა. ანუ აქედან გატანაში ფული, იქიდან შემოტანაში ფული, ოღონდ იმასაც ვიტყვი, რომ რატო არ დაეტყო მაშინ ქვეყანას და ეკონომიკური ზრდა თუ არ იცეს კაღალზე, რატომ ვერავინ ვერ იხერა ეს არის უკვე ივანიშვილის კლანის ბიზნესი. მასთან დაკავშირებული, მათ შორის ფულს, რომელსაც ბიუჯეტიდან იღებენ, ტენდერებს, რომელსაც იღებენ, ინფრასტრუქტურას აკეთებენ, ყველაფერი მასთან დაკავშირებული ერთმუჭა, ასე ვთქვათ, ელიტარული ივანიშვილის კლანის ხელშია ეს ნაკადები. და მეორე, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები იყო 3 მილიარდი. კატასტროფულად დაბალი მუშაკოსთან შედარებით 2020 წელს 5.5 მილიარდი გახდა 2023 წლის აგვისტოში თვეში 2.5 მილიარდით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ რატომ შემოვიდა რუსეთიდან 110,000 რუსეთის მოქალაქე, შემოიტანეს ფული. შემდეგ ურიცხავდნენ იქიდან ფულს ნათესავები ან თავიანთი ბიზნესებიდან. ამან შექმნა უზარმაზარი ფინანსური ნაკადები. ერთის ხრივ აისახა ეს მშპ-ში, მაგრამ სამდაში ეს ფული ძირითადად მაინც ხმარდებოდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აქ ყიდულობდნენ ბინებს 13,000 ბინა იყიდა რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ომიდან დღემდე ეს 2024 წლის სტატისტიკაა ძველი მაშინ რაც პარლამენტში ვიყავი და გამოვითხოვე დღეს სამწუხაროდ ცდომა არ მაქვს ალბათ მეტი იქნება აი წარმოვიდგინოთ 13,000 ბათუმში თბილისში და სხვაგან ზღვისპირას ყიდულობენ დღეს ახლა 1 კვადრატული მეტრი ღირს ბინა $2,000-მდე თქვათ 50 კვადრატული მეტრი იყიდა თუმცა უფრო მეწყიდულობენ
ანუ 13,000 რომ გაამრავლო 50,000-მდე, ეს დაახლოებით 700 მილიონია. უხეშად რო ვთქვათ, მილიარდი დოლარის ბინები იყიდეს. და ეს რას ნიშნავს? 13-14,000 ბინიანი საკუთრების მქონე რუსეთის მოქალაქე, ეს არის ერთი ხაშურის ტოლფასი. ერთ ბინაში ორი ადამიანი ხო იცხოვრებს. ანუ უკვე გაჩნდა დიდი რუსული დიასპორა. ეს უკვე დემოგრაფიული საკითხი. ისეთი ადამიანები ბინას რატო ყიდულობს? იმიტომ კი არა რომ გააქირავოს მე ბათუმში ზაფხულში. არა, იმიტომ ყიდულობს რომ აქ იცხოვროს. ანუ ეს არის ერთის მხრივ შემოვიდა ფული, რომელიც ქართული ოცნების სამშენებლო ბიზნესებში დაილექა. მეორე მხრივ გააჩნდა უკვე ძალიან საშიში დემოგრაფიული ცვლილებების, ასე ვთქვათ, საფრთხე და აღწერა საერთოდ კატასტროფული სურათი გვაჩვენა, ოღონ იმის იმედი მაქვს, რომ აღწერა არ ჩატარებულა. არავინ კარს არ უღებდა, მაშინ საშიში იყო, აქციები იყო და პოლიციელები გადაცმული სამოქალაქო ფორმით შედიოდნენ და იჭერდნენ ხალხს. მეორე პროტესტი იყო ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლების აქციის საწინააღმდეგო ქმედება იყო, რომ აღწერაში მონაწილეობა არ მიიღო და ასე შემდეგ და ამიტომ დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს აღწერა ქაღალდზე დაეწერა. რა აჩვენა აღწერამ? საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 250,000 კაცით საქართველოს მოქალაქეების კუთხით. რატომ 255,000 ამ 10 წელიწადის განმავლობაში დარჩა როგორც ემიგრანტი უცხოეთში და ბუნებრივი მატება მინუს ნიშნით იყო, ანუ კლება იყო 5,000 კაცისა საქართველოში ბოლო წელიწადში. შობადობა უფრო ნაკლები იყო ვიდრე სიკვდილიანობა, ეს არის 250,000. მაგრამ თუ 250,000 იკლო ქვეყნის მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეობა, მაშინ საიდან მივიღეთ ჩვენ 200,000-იანი ზრდა 2.9 გახდა. მივიღეთ იქიდან რომ უცხოეთის ადამიანები მოქალაქეები დამკვიდრდნენ საქართველოში მუდმივი ცხოვრების რეჟიმში. ანუ ერთ წელიწადზე მეც უნდა ცხოვრობდე, რომ აღწერამ დაგაფიქსიროს. ეს რაც ნიშნავს 10 წელიწადში 450,000-ით გაიზარდა საქართველოში მაცხოვრებელ უცხოელ მოქალაქეთა რიცხვი. თუ კი ვენდობით აღწერას, ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა. აი ამ ფინანსურმა, ახლა რატომ ყვევია? ეს არის ფინანსური ნაკადები. გარდა იმისა, რუსეთში დასანქცირებული არის დაახლოებით 25 ბანკი. სიამლეში რუსეთის საბანკო სისტემაში ოპერირებს 300 ბანკი. SWIFT-დან ეს ყველა კი არ არის გათიშული. მხოლოდ მისი ნაწილია გაზპრომი და რაღაც დიდი მსხვილი ბანკები, სისტემური ბანკები, რუსეთის ოლიგარქებთან დაკავშირებული ბანკები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არიან პუტინთან და პუტინის რეჟიმის გამაძლიერებად ითვლებიან. დანარჩენი 280 ბანკი თავისუფლად ეწეოდა ტრანზაქციებს საქართველოს საბანკო სისტემით და შარშანწინ ეს კვლევა ჩავატარე. ერთმა საქართველოს ბანკმა, ქართულმა ბანკმა, საქართველოს ბანკი არ ვამბობ, რომ ეგონებათ ეს საქართველოს ბანკი და TBC რო არის. ერთმა ქართულმა ბანკმა იმაზე მეტი მოგება მიიღო, ვიდრე ბალტიის ქვეყნების სამივე ქვეყნის ყველა ბანკმა ერთად აღებული. 2024-ში უზარმაზარ მოგებას ნახულებენ ეს ბანკები, ვინაიდან მიდის რუსეთიდან უზარმაზარი ოდენობით ფული საქართველოს საბანკო სისტემის გავლით დასავლეთში და აი ეს ტრანზაქციები ხორციელდება. და კიდევ ერთი მაგალითი, რომ მშპ რომ იზრდება, ერთია რომ რეალურად იზრდება, რომლის ნაღებსაც იღებს ქართული ოცნების ელიტა, სხვადასხვა ტენდერებისა თუ კორუფციისა თუ მათ მიერ ბიზნესები, მათ დაქვემდებარებაში ყოფი ბიზნესების გზით და მეორე ის რაც არის ქაღალდზე. მაგალითად წარმოუდგენელი ასე ვთქვათ რაოდენობის მშპ შეიქმნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, IT-ს რომ ეძახიან. ეს არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარი 2023 წელს და დასავლეთ 700 მილიონამდე 2024-ში. აი რა არის 800 მილიონი დოლარი? უხეშად რომ გავამრავლოთ 3-ზე, ეს არის 2.4 მილიარდი ლარი. ეს რას ნიშნავს? ჩამოვიდა ვიღაცა რუსეთიდან, this აქ უდებს კომპიუტერი, რომელიღაც რუსულ კომპანიას თბილისიდან ემსახურება ან ბათუმიდან, ირიცხება იქიდან ფული, არსებობს ჩვენთან ისეთი რეჟიმი, რომელშიც არაფერს იხდი, ვინაიდან DGG 0, მოგება 0, სპეციალური ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, მოსაზიდად არსებობს საშეღავათო რეჟიმი, რომელიც სულაც არ არის ცუდი, თუ კი ამას
ასე ვთქვათ, ლეგალურ სახეს მისცემდა რაღაც სხვა ფორმით რაღაც სიკეთები მას მოსდევს, მაგალითად სამუშაო ადგილს თუ შექმნის და შემდეგ იქ საშემოსავლო გადასახადს გადაიხდით. თუმცა საშემოსავლო გადასახადსაც არ იხდის 5%-ია გადასახადი. ხოლო თუ აი ეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ხელში ეს კომპიუტერი უჭირავს, ის 500,000 ლარის ოდენობით ფულს მიიღებს მის მომსახურებაში, მაშინ ჩვენი კანონით არაფერს იხდის გარდა ბრუნვის 1%-ისა. მივიდა 500,000-მდე ადგება და ამ თავის ინდივიდუალურ ფიზიკურ პირზე გაფორმებულ ინდივიდუალურ საწარმოს გააუქმებს და მიღაცას სხვა გვარზე გახსნის და იმ სხვა გვარი დაიწყებს ოპერირებას. ანუ 2 მილიარდის ასე ვთქვათ მშპ-ს გენერირება მოხდა, რომელმაც არც სამუშაო ადგილი შექმნა, ბიუჯეტში ფული არ შეიტანა, რუსეთის რომელიღაც მოქალაქემ მიიღო შემოსავალი, რომელსაც აქ დახარჯავს ან ბინის ქირაობაში, ან აქ მაღაზიაში რაღაცას იყიდის, მაგრამ მშპ-ში აი ამოდენა ასე ვთქვათ რიცხვი გამოჩნდა. 700 მილიონი, 800 მილიონი დოლარი, იმდენად დიდი ფულია, რომ მე ეჭვმეპარება, რომ ამოდენა მომსახურებას ეწევა რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცეული რომელიღაც ეგრეთ წოდებული აიტიშნიკი. მე მგონია, რომ მათ სახელზე ხდება ტრანზაქციები, ფული შემოდის და შემდეგ მომენტალურად საქართველოს საბანკო სისტემიდან ევროპაში ან სხვაგან გადადის, ვინაიდან აქედან უკვე შეფერხებები არა აქვს, ან პლასტიკურ ბალანსს აიღებენ და ასე შემდეგ და წაიღებენ და ასე შემდეგ. ანუ ფულის გათეთრების ასე ვთქვათ ელემენტები შეიძლება იყოს, მაგრამ მშპ-ს კაღალდზე ეს ზრდის. მოგეთ რომ შევაჯამოთ. ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღარიბდება. ეკონომიკა იზრდება, ხალხი გარბის. საქართველოს დატოვა ქართული ოსნობის მმართველობის პერიოდში ზუსტად 1 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ. 1 მილიონმა ესენი არიან ახალგაზრდები, ეგრეთ წოდებული სამუშაო ძალის აქტიური ნაწილი. უკან დაბრუნდა დაახლოებით 700,000. ესენი არიან 20 წლის წინ წასული ადამიანები, პენსიონერები, რომლებიც არალეგალურად გაჭირვებით იქ მუშაობდნენ და აქ ქვეყანასა და ოჯახს არჩენდნენ. ანუ სამუშაო ძალის აქტიური ნაწილი მიდის, ნაწილი ბრუნდება ოღონდ ემიგრანტის სტატუსით. ანუ 12 თვეზე მეტი ვინც იქ დარჩა და ევროკავშირში თუ 3 თვის შემდეგ უკან არ დაბრუნდი, მორჩა უკვე. არალეგალი ხარ, დამთავრდა. არაზოს ევროპაში არ შეგიშვებენ, კანონით შეგიძლია 3 წლის შემდეგ შეხვიდე, გადაიხადო 3,000 ევრო, მაგრამ ეს არ მოხდება, ვინაიდან თუ ერთხელ და არ ღვიე და უკვე არალეგალურად დარჩი, მორჩა და ზოგი მე შედიოდა მექსიკის საზღვრიდან. საქართველოს დაკარგა წმინდა, ასე ვთქვათ, აი ამ დემოგრაფიულ ბალანსში უარყოფით სალდოს, რომელსაც ეძახით და ემიგრანტად იქცა 315,000 ჩვენი მოქალაქე. დღეს კახეთის მოსახლეობა არის 300,000. ჩვენ ქართული ოსნობის მმართველობის პირობებში დავკარგეთ ერთი კახეთი. ბუნებრივი არ იქნება შობადობა. არ იქნება სიკვდილიანობა, უფრო მეტი იქნება ვიდრე ახალდაბადებულთა რიცხვი. 300,000 გავა იქ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ დაიბადებიან ქართველები. არა, იმათ ამის ასე ვთქვათ გეგმა არა აქვს, ჯერ უნდა დამკვიდრდნენ სამუშაო იშოვონ, იქ მიდიან 7-8 კაცი ცხოვრობს ერთ ოთახში, რომ თავი გაიტანონ და ბინის ფული გადაიხადონ. არავის არა აქვს, ასე ვთქვათ, ოჯახის შექმნის თუ არა გამრავლების სურვილი და სამწუხაროდ ძალიან ბევრიც იქ რჩება და უკვე იქაურ მოქალაქეობას ღებულობს. ანუ ამ 12 წლის განმავლობაში მივიღეთ საშინელი დემოგრაფიული სურათი, საშინელი პოლიტიკური სურათი, როდესაც ქვეყანა უკვე კარგავს თავარ პარტნიორებს და რუსეთის მოკავშირე ხდება, ეკონომიკა ასე ვთქვათ, უპერსპექტივა ეკონომიკა და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ფაქტობრივად მივიღებთ ისეთ სურათს, რასაც თქვენ ამბობთ. დღეს თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მაინც რაღაცით არსებობს და არა არის გაუსაძლისი ვითარება, ეკონომიკაზე ინერციულობა ახასიათებს. ორ დღეში არ ხდება. აგერ რუსეთი ამდენყანია იბრძვის და მსრულ ბლოკადაში და 300 მილიონი აქვს დაბლოკილი უცხოური რეზერვები, მაგრამ ვიღაცა იტყვის მაშინ ატვარ დაინგრა. მაგრამ აბა ის 300 მილიონი კონდეს რუსეთს, 300 მილიარდი კონდეს რუსეთს, 300 მილიარდი ნიშნავს ახალ ტანკებს, ახალ ტექნიკას, 300 მილიარდი ნიშნავს ამ ბომჟებს და ხატაკი რეგიონებიდან მეტი ადამიანების იმას და დაქირავებას ჯარში და
არავითარი მობილიზაცია არ იქნება საჭირო, თუ ბევრი ფული გაქვს, ბევრს გადაუხდი და გავუშვებ სასაკლაოზე. მაგრამ ერთობაშად ეკონომიკის ჩამოშლა არ ხდება. მაგრამ როდესაც დღეს ჩვენ საერთაშორისო იზოლაციაში ვართ, არ გრანტები გაჩერდა, დახმარებები გაჩერდა, აგერ ევროკავშირის რეზოლუციით რომ დავიწყეთ საუბარი იქ წერია, რომ ევროკავშირი არავითარ დახმარებას არ გაუწევს საქართველოს და დღეს თუ საქართველოში ევროპიდან ფული შემოდის, მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მაგალითად ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც რიკოც და მთელ გზებს ვაშენებ. ანუ გუდაურში შემოსასვლელი გზა დიდი გვირაბია 9 კილომეტრის სიგრძის, სადაც $600 მილიონი აზიის განვითარების ბანკის ფულია. აზია ქვია სახელმწიფო, რომ ძირითადი დონორები ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნებია. ეს არის ძველი პროექტები, რომელსაც არავინ გააჩერებს, მაგრამ ახალს არავინ მოგცემს. ეს ყველაფერი შეღავათიანი და ამას გარდა ეს ძალიან დაეთყობა უკვე ადამიანების ცხოვრებას და სამწუხაროდ ეს უკვე გააძის მიგრაციას. ურჩევნია ხელისუფლებას რომ ხალხი წავიდეს. ორი რამის გამო. ურჩევნია რომ ხარჯი ნაკლებია. ხო, და მეორე კიდე ქაღალდზე იტყვის რომ უმუშევრობა შემცირდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი წავა, მეტ ნაკლები იქნება უმუშევრობა. ხო. ასე უფრო მარტივია. და კიდევ პოლიტიკურად ჯანსაღი ადამიანი რომელიც შეიძლება ხვალ ქუჩაში იდგეს და დაემუქროს ამ ხელისუფლებას ეს ადამიანი უკვე ხვალ იქ ბოსტანში მუშაობს იმაში პოლონეთში და კომბოსტოს ასე ვთქვათ იღებს მემიდან მინდრიდან. აი ამ შეიძლება ითქვას პარაზიტული მდგომარეობით სარგებლობის გარდა რომელიც აი ამ საერთაშორისო კრიზისებმა შექმნა და აი რაღაცა როგორც ოპორტუნისტი ისეთ როლში გამოავლინე ჩვენი თავი. ქართული ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანუ ორგანულად თავის ასე ვთქვათ ეკონომიკურ სისტემაში კერძოდ რა დარგებზე არსებობს. ანუ ეს თუ არის ძირითადი ჩვენი ასე ვთქვათ აი ამ ციფრების манипуляციის და ერთგვარი რაღაცა სტაბილურობის გარკვეული რაღაცა შემქმნელი ფაქტორები ჩვენი ეკონომიკა რაზე დგას ამის გარდა. ძალიან კარგი შეკითხვა, სხვაშორის. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს შეკითხვა უფრო წინა წლებში აი 30-40 წლის წინ ასე ფიქრობდნენ რომ რაღაცა ლოკომოტივი უნდა კონდეს ქვეყანას რომ გაკაჩოს რომ მან პირველი ასე თქვა კვალი გაიტანოს და მე დანარჩენი ვაგონები გაიყოლიოს და ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ მაგალითად ჩილეში სპილენძის საბადოები და თურქეთში საფეიქრო მრეწველობა, ესპანეთში ტურიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ მე არა ვარ ამ ასე ვთქვათ თეორიის მომხრე რაღაც გამკაჩველის როლში. კი, ნავთობის ქვეყნები გასაგებია. არაბული ქვეყნები რუსეთს ნავთობი და გაზი ქაჩავს, აზერბაიჯანსაც თელი ეკონომიკური ზრდის 50% ნავთობზე და გაზზე მოდის ეს ბუნებრივი მოცემულობაა და ბუნებრივი რესურსებია, მაგრამ საერთოდ რესურსები არ აქვს იაპონიას, მაგრამ აი როგორი ეკონომიკა საქართველოს მთელი ასე ვთქვათ სიმდიდრე იმაშია რომ ის არ არის დამოკიდებული რომელიმე ერთ რესურსზე. სიღარიბეც ეს არის რომ ჩვენ არა ვართ რაღაც რომ ესეთი რესურსის მქონე ანუ ოქროგი მცირე მოიპოვება ან სპილენძიან რაღაც სხვა ესეთი ბუნებრივ რესურსზე დამოკიდებული ქვეყანა არა ვართ. ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ღიაობა. ჩვენ უცხოელის თვალით უგუნური რაღაც ჩავიდინეთ. საქართველოსთან რომ ღვინო შეგეტანა თურქეთში, როდესაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შემოვიღეთ და გავანულეთ ტარიფები, იბეგრებოდი 200%. და ქართული ჩაი თურქეთში 200%-იანი დაბეგვით უნდა შეგვეტანოდა. ჩვენ ვთქვით რომ მოდით საერთოდ არ გვინდა საბაჟო გადასახადი. მაგრამ თურქული ჩაი რომ შემოვა, თურქული ღვინო არა, რაღაცა რო შემოვა დაუბეგრავად მოდი თურქეთთან ვივაჭროთ ასე ვთქვათ ვუთხრათ რომ ჩვენ ტარიფს შეგიმცირებთ მაგრამ შენ შეამცირე არა ავიღეთ ჩვენ აი ვარდების რევოლუციის აი ამ ასე ვთქვათ რეფორმების თავშინას რა იყო არ ღია ეკონომიკა შემოიტანე ვინც რაც გინდა და მაშინ საქართველოში 90% ვერცხლისა შევარდნაძის დროს შემოტანილი იყო თურქეთიდან ეხლა საქართველოში 90% ჩვენ ვაწარმოებთ. რატო არ შემოდის თურქეთიდან? სამწუხაროდ თუ ჩვენთან ფასები გაიზარდა, ერთხელ ფასი გაიზარდა, ელექტროენერგიის, სასუქების, კორუფცია გაიზარდა, გადასახადები გაიზარდა, ლარი გაუფასო და ბუნებრივია, მაშინ ვერ გაუძლებს ეს გარე კონკურენციას და მართლაც შეიცვლება სწორად.
მაგრამ რომელი ჯობია აი ამ კონკურენტულ პირობებში მოვუგო თუ საბაჟო მაღალი ტარიფი დააწესო და თქვა რომ თურქული კვერცხის საბაჟო გადასახადი არის 80%. კი ბატონო თუ 80%-ს დაადებ მაშინ თურქული კვერცხი არ შემოვა, მაგრამ არც აქაური იწარმოება და მე დეფიციტი გაჩნდება. ჩვენა ვართ ღია პატარა ეკონომიკა. საბაზრო ასე ვთქვათ ეკონომიკაზე პატარა გემი ვართ, რომელიც დიდ ასე ვთქვათ ტალღებში მყოფი, მაგრამ ძალიან მოქნილი და ცოცხალი. ამიტომ ჩვენი გადამრჩენი არის სწორი ფუძსაკეთო პოლიტიკა, გამართული ფუძსაკეთო პოლიტიკა. საბიუჯეტო პოლიტიკა რომ არ იყოს დეფიციტი. არ უნდა იყოს ქვეყანაში ასე ვთქვათ კორუფცია, რაც ყვავის ახლა რესურსები უნდა იხარჯებოდეს აბსოლუტურად ეფექტიანად და ერთი ისევე ერთ მაგალითზე თუ ავიღეთ მაგალითად ვაკის პარკი უნდა აშენებულიყო ეს რეკონსტრუქცია უნდა განხორციელებულიყო 32 მილიონი ლარად. დაიწყეს ამის მშენებლობა და 31 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ მის ერთ ნაწილზე. 31 მილიონი შემდეგ იყო უბედურება მოხდა, იქ ბავშვი დაიღუპა, გაჩერდა ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, როდესაც ასე უხარისხოთ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ეს გააკეთეს და ეხლა ერთი თვის წინ თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რომ ვაკის პარკის მშენებლობას ვაგრძელებთო 34 მილიონი იმას, ვინც აი ამ კასკადს და დარჩენილ ნაწილს გააკეთებს. ანუ რა გამოდის 32-ს მატებული 34, ესე იგი რამდენი 66 მილიონი დაждდება ვაკის პარკის დამთავრება, რომელიც უნდა დამთავრებულიყო 32 მილიონად. ანუ ის რაც უნდა გაკეთდეს 1 მილიონად იდება 2 მილიონი. აი ამ 2 მილიონს 1 მილიონის რაც ნიშნავს იქ შენ მოგებას დებ, ხო? და 15-20% მოგებაა და 1.200.000 შენია. არა, ამას არ კმარდებიან. დანარჩენი 1 მილიონი უნდა განაწილდეს პარტიულ ყოლაბაში, ივანიშვილის ყოლაბაში, გარემოცის ყოლაბაში. ეს არის ასე ვთქვათ კლასიკური აღწერა. ასე ხდება მთელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. გზები, რიკოთი იქნება, კახეთისკენ გზა იქნება, თუ სადაც არ უნდა იყოს, კი, ჩინელები იმარჯვებენ, კონტრაქტორები, ქართული ოსნების სამშენებლო კომპანია. ასე არის ყველა სახელმწიფო შეკვეთაში. კიდევ ერთი მაგალითია, ასე თუ ხატოვანი მაგალითი. გამოაცხადეს ევრობასკეტის დროს, რომ უნდა აშენდეს 70 მილიონად ახალი სპორტის სასახლე. აშენდა დაждდა 90 მილიონი. ვინც აშენებდა, იმან მოუგო სხვას იაფი განაცხადი გააკეთა, იცოდა რომ შემდეგ კალაძე და ვიღაცები წაუმატებდნენ. ეხლა დინამოს სტადიონის დანგრევა უნდათ. და სად მეტრო არ არის, ავტობუსი არ არის. სადღაც ვაზიანის იმაში სტადიონის აშენება უნდათ აეროპორტის გვერდით. და იმ აეროპორტის გადატანა, იმიტომ უნდა თოი კორპუსები ააშენონ. და კიდე აეროპორტი კიდე 12 კილომეტრით იქით გადააქვთ და თანაც მსპობენ უზარმაზარ ჩვენ სიმდიდრეს, რომელსაც სამხედრო ინფრასტრუქტურა ქვია. ანუ და იმ სტადიონის შემშენ ეს აზარტი რატოა? ფულის შოვნა. 1 მილიარდი ლარი დაждდება 300 მილიონს მოტეხავენ. და მე ეს ბიუჯეტის ფულის ფლანგვა შუამავლობით ისევ ერთ მაგალითს მოვიყვან და მე არ შეგაცხენდა მაგალითებით, მაგრამ იმდენ მაგალითს გვაძლევს ეს ამ ხელისუფლების კორუმპირებული ცხოვრება, ყველამ ვიცით და სასაცილოდ აიგდო კულტურის მინისტრი თელმა საზოგადოებამ, მოყვა ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, შინაარსის მატარებელია მისი ეს ჩანთა. 5,000 ევროთ იყიდა ერთი ჩანთა. 2,500 ევროთ იყიდა მეორე ჩანთა. ანუ მან გადაიხადა დაახლოებით 8,000 euро ორ რაღაც საფირმო ჩანთაში. ეს 8,000 გაამრავლოთ 3-ზე, რამდენი არის? 3-ზე და მეტია ევრო, ეს არის 24,000 ლარი ჩანთაში გადაიხადა. ჟურნალისტი ეკითხება, ჯერტი რატომ შეიტანა დეკლარაციაში? დეკლარაციაში იმიტომ შეიტანა, რომ ჩანთა გამოსაჩენია, გახვალ ქუჩაში და გადაუღეს ჟურნალისტებმა და იცი ამ მარკის ჩანთას აგერ დაგუგლავ და გაიგებ რა ღირს და ვერ დამალავს. ჟურნალისტს ვერ ეტყვის, რომ ეს იყიდა სტამბოლის ბაზრობაზე $20 უტყდება, ასე ვთქვათ, თავის წრეში, რომ ნახვარი თუ ფეიკ ჩანთით დაიარება და ამიტომ სხვა გამოსავალი არ არის. უნდა დაადეკლაროს, რადგან დაატარებს ამას. და რა პასუხი გასცა? კონსულტაციებში მივიღე 270,000 ლარიო. ეს ჩაწერილი აქვს. რა კონსულტაციაში? კონცერტებს ატარებდაო
მერია ატარებდა საახალწლო და რაღაც კონცერტებს. მერიამ გამოყო 2.7 მილიონი ლარი. ეს 2.7 მილიონი ლარი მიიღო ერთმა კომპანიამ, რომელმაც დაიქირავა მომღერლები, ააშენა სცენა და ჩაატარა კონცერტები. აქედან 10% მივიღე მეო. რისთვის მიიღე? კონსულტაცია, ანუ წილი 270,000. საიდან უწევდით კონსულტაციას? დადიოდი ოფისში, არა სახლიდან. ანუ ქალი არის შუამავალი კალაძესა და ფირმას შორის. 2.7 მილიონი კალაძემ კონცერტებისთვის ამ ფირმას მისცა, 10% ამ ქალმა წაიღო, რომელსაც კულტურის მინისტრი ჰქვია. აი ასე იძარცვება ბიუჯეტიდან ფული. ანუ ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც ქართული ოსტობის მმართველობის პერიოდში სადღაც ამდენი არის, ახლა უხეშად რო ვთქვა, 120 მილიარდი მაინც არის. 120 მილიარდის 10% რომ მოიპარო, ესა 12 მილიარდი. 1% რომ მოიპარო 1.2 მილიარდია. 120 მილიარდიდან ორჯერ მეტი ფიზიკური თუ სხვა აქტივის შექმნა შეგიძლია, თუ ეს არ იქნება კორუფციულად გამოყენებული, ვიდრე ასე ვთქვათ, იხარჯებოდა. ამიტომ ყოველი დაგებული გზა ეს ნიშნავს, რომ ან ხარისხი აკლია, ან ერთი ამდენი გზის გაკეთება შეიძლებოდა. ამიტომ არის, რომ ქაღალდზე ეკონომიკა იზრდება, ხოლო ოჯახებს ეკონომიკის ზრდის შედეგი არ ეტყობა, რომლის საბოლოო ასე ვთქვათ გამოვლინება არის მიგრაცია და ქვეყნიდან ხალხის გაქცევა. აი ახლა გუშინდელ ევროპარლამენტის განცხადებას რო დავუბრუნდეთ. ამ განცხადებაში კიდე ერთი საგანგაშო მომენტი იყო დაფიქსირებული, რომელიც არ იყო თავად, რა თქმა უნდა, მე მგონი თუ არ ვცდები იმ დასკვნით ნაწილში, მაგრამ დეპუტატები კონკრეტულად ერთ საინტერესო პასას აჟღერებდნენ, როგორც არის SWIFT-დან საქართველოს ორი ბანკის ჩახსნა. ეს არის ქართუ და ლიბერტი თუ არ ვცდები, ხო? ბანკები არ იყო ნახსენები. დასახელება არ იყო ბანკების, მაგრამ SWIFT-ი ეწერა პირდაპირ შავი თეთრზე, ძალიან ცუდი ჩანაწერია. თუნდაც რომ წარმოვიდგინოთ ერთი ბანკი, მოდი პირობითად ანალიტიკურად წარმოვიდგინოთ. ეს ხომ მაინც ავტომატურად ნიშნავს, რომ დომინოს პრინციპი შედგება, იმიტომ რომ ოლიგარქიული სისტემა თუ კი ერთი ბანკით აღარ სარგებლობს, დაიწყებს სხვა ბანკებით სარგებლობას და გარკვეულწილად მიზანი რის გამოც დაუშვათ ეს სანქცია იქნა მიღებული, მიაკითხავს უკვე სხვა ბანკებსაც. ანუ დაიწყებს თვითლიკვიდაციას თავად ოლიგარქიული სისტემა ერთი ბანკის დასანქცირებითაც კი. όμως რა თქმა უნდა დროში გაიწელება ეს პროცესი ალბათ. ეს რა რეალობა, ეს რამდენად შესაძლებელი პერსპექტივა. არა, ეს კატასტროფა იქნება თქო. შეათას თლამის ამბობენ, რომ რას ელოლიავებიან ეს ევროპელები და ამერიკელები ივანიშვილს. დაასანქცირა. კი ბატონო, მაგრამ არ არსებობს სტერილური სანქციები, რომელიც ავნებს ივანიშვილს და მის გარემოცვას და არ ავნებს ქვეყანას. თავს იკავებდნენ იმის გამო, რომ ზიანი მინიმალური ყოფილიყო ქვეყნისთვის. მაგრამ როდესაც ევროკავშირმა 100 მილიონობით უკვე და ამერიკის შეერთებულ შტატებმა შეგვიწყვიტა ჩვენ დახმარება. აი ახლა არა დახმარება, სესხს არ გვაძლევენ. ბიუჯეტში ჩადებული იყო პირველ კვარტალში 170 მილიონი საგარეო ვალის მიღება, შეთანხმებული უკვე უცხოელებთან. შემოვიდა 0. ანუ უკვე სესხსაც კი არ, საბიუჯეტო სესხსაც კი არ გვაძლევენ. თუ კი რამე შემოდის, ეს არის საინვესტიციო პროექტები, ვინაიდან ახალი კოთი დაწყებული და ვერ გააჩერებენ. მაგრამ როგორ შეიძლება აი ეს რეჟიმი დასაჯო ისე რომ ხალხი არ დაესაჯოს? თუ აგერ სავიზო შეზღუდვები, რაც ჩაწერილია, ისჯება ქვეყანაც და მოქალაქეებიც. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაჩერება კატასტროფაა ჩვენი ბიზნესისათვის. მაგრამ უკვე ასე უდგებიან ისინი, რომ ქვეყანა ზიანდება, მაგრამ დიქტატურის და ქვეყანაში ჩამოყალიბება 100-ჯერ უფრო დააზიანებს ქვეყანას და სამომავლო მოუსწრებს პერსპექტივას. ამიტომ ამბობენ, რომ უკვე მოთმინების ფიალა აიფსო, ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ხელისუფლებას ასე ვთქვათ, გამოვუცხადებთ მკაცრ სანქციებს და SWIFT-ის ჩანაწერი კატასტროფაა. SWIFT რა არის?
SWIFT-ი არის საბანკო ანგარიშწორების სისტემა, ფულის გადარიცხვა, გადმორიცხვა. აი რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ფაქტი. საქართველოს ბანკი და TBC ბანკი რომ დასანქციონდეს. ეს ნიშნავს, რომ 2.5 მილიარდი ლარი ვერ შემოვა ჩვენი ემიგრანტებიდან აქ ფული. ხო არის მაინც საშუალება აი ბიტკოინებით გადმორიცხვა. არა, ბიტკოინები ეს ხომ მცირე 200-300 ლარს იწყავს ეს ჩვენი მე შეუძლებელია ბიტკოინებით ექსპორტ-იმპორტი. ანუ 17 მილიარდი ლარი არის ჩვენი საგარეო ვაჭრობა. ანუ საქონლის ყიდვა და საქონლის გაყიდვა. როგორი იყიდი? ბენზინს როგორი იყიდი? პურს როგორ შემოიტან? ან რაიმე ნებისმიერ საქონელს როგორ შემოიტან? ან ფეროში ანდობს როგორ გაყიდი? ან ნებისმიერ რაიმეს როგორ გაყიდი, როდესაც საბანკო ანგარიშწორება შეწყდება. ტურისტული სისტემა როგორი მუშაობს? ბარათებით ის ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს ვიზა ბარათები და ყველაფერი გახდება პლასტმასი. ეს არის კატასტროფა. თუ ეს გააკეთეს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმი ერთ წამში ჩამოიშლება, ხალხი აიღებს და დაამხობს კი არა, უარესი მოვა ვიდრე სადამ ჰუსეინს. ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დასასრულს. რუსეთსაც კი აგრესორს ქვეყანას, რომელიც პირსისხლიანი პუტინის ხელით ამდენ ადამიანს ხოჭავს 25 ბანკი გაუთიშეს მხოლოდ SWIFT-დან 300-დან. საქართველოში საკმარისია. ორი კი არა, ერთი დიდი ბანკი გათიშო და ყველაფერი მორჩა. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან ასე თქვა ეშმაკური ჩანაწერი SWIFT-თან დაკავშირებით. SWIFT-ი ან სელექტიური კი არა რაღაცა შერჩევითი სეგმენტარული ეს ზუსტად სიტყვით SWIFT-დან გათიშვა სეგმენტარული მიდგომით. ეს რაც ნიშნავს სეგმენტარული იმას კი არ ნიშნავს რომ სოფლის მეურნეობას გადაარჩენენ და მრეწველობას. არა, მაგალითად ავიღოთ ეკონომიკის სეგმენტი, რომლის 100%-ს აკონტროლებს ბიძინა ევანიშვილი და ირაკლი რუხაძე. აი ეს მისის ეს ხო არის ქართუბანკი. ეს ხო აი ქართუბანკამდე მივალთ. მაგალითად მათ გააგდეს ჰაიდელბერგ ცემენტი, გერმანული დიდი და ცნობილი კომპანია 100%-ით იყიდეს და დაწყებული ფოთი, კასპი, ყველაზე დიდი კასპი, რუსთავი, მთელი ცემენტის ინდუსტრია მათი არის გამორიცხული, რომ თქვან რომ აი მაგათად ცემენტის სეგმენტი მოყვეს სანქციების ქვეშ. SWIFT-დან გაითიშოს ქართულ ბანკი. SWIFT-დან როგორც ივანიშვილის ბანკი. SWIFT-დან გაითიშოს ლიბერტი ბანკი. და დღეს რა ინფორმაცია გამოქვეყნდა ის რაც ჩვენ ჭორებით ვიცოდით, ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა რომ ყიდულობს ლიბერტი ბანკს ჩინური ბანკი, რომელსაც ქართულად ქვია ბაზის ბანკი. და დღეს ეროვნული ბანკი ოფიციალურად აცხადებს რომ დაწყებულია ასე ვთქვათ ამ ბანკების შერწყმის პროცესი. ანუ რუხაძეს უნდა რომ მოიცილოს თავიდან ლიბერტი ბანკი, ვინაიდან ეშინია სწორედ სანქციების, ეშინია SWIFT-ს კი წარმოიდგენდა, მე მაგათად ვერ წარმოვიდგენდი ვერაზროს. რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით გაჩნდებოდა სიტყვა SWIFT-ი. ვინაიდან ისე ვიმეორებ, ეს ნიშნავს ფინანსური სისტემის კოლაპსს. ვერც კი წარმოვიდგენთ, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილს რაღაც ეტაპზე უმძიმესი ბედიელის, მათ შორის ამერიკიდან და SWIFT-დან შეიძლება გათიშოთ მისი კომპანიები, ან მისი სასტუმროები, პარაგრაფები და რაღაცეები, აგერ თბილისის აგერ კავშირის შენობაში რომ აშენა რაღაცა დიდი სასტუმრო, აგერ გალერეა რომელიც არის მისი. ანუ მიზნობრივი წერტილოვანი დარტყმების მიყენება, მათ შორის ქართულსა და ლიბერტი ბანკის როგორც რუხაძის მისი პარტნიორის ბანკის გათიშვისა. მაგრამ ლიბერტი რომ იყიდება, ეს არის კარგი. მეორე ხე მიყიდულობს ჩინელები ყიდულობენ. ჩინელები დაარიგებენ საქართველოს პენსიას. ეს წარმოუდგენელი რაღაცა არის. მით უმეტეს ლიბერტი ბანკში არის 800,000 ჩვენი პენსიონერი, როგორც ასაკობრივი ასევე სხვა ნიშნით და დაახლოებით 700,000 სოციალურად დაუცველი პირი, რომლებიც ღებულობენ შემწეობას ამ ბანკის მეშვეობით. სადღაც 1,400,000 კლიენტი ეს არის სოციალურად დაუცველები და პენსიონერები. და ეს ასე ვთქვათ სისტემა უნდა ჩაუგდო ხელში ჩინელებს, რომელიც პირდაპირ მოკავშირეა დღეს რუსეთში, რუსეთისა, უკრაინაში
მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს და უკვე ბოლო პერიოდში უკვე ჩანს რომ ის ელექტრონიკა რომელიც ჩამოგდებულია და ძალიან ბევრი ჩეჩინური ნაწილები აქვს რუსეთის შეიარაღებას. აი ასეთი ასე ვთქვათ სავალალო რეალობის წინაშე ვდგავართ. ეხლა რო შევაჯამოთ ჩვენი დისკუსიის ეს ნაწილი. ესე იგი საქართველოს ეკონომიკა შეიძლება წარმოვიდგინოთ ესეთი მარგინალურად და გამარტივებულად რო წარმოვიდგინოთ ძალიან გავს სავაჭრო ცენტრში ხელსაყრელ ადგილზე განთავსებულ მაღაზიას სადაც კლიენტები მუდმივად დადიან მარტივად შეიძლება რაღაცეები გაყიდო თავად არაფერს არ აწარმოებს მაგრამ თავაზობს სერვისს ამ ეკონომიკის ეფექტურობა სერვისი კარგი სიტყვა ნედან უყვარდათ ხოლმე თქვა საბჭოთა კავშირის დროს როგორ სასტუმროში ვამუშაო ჩემი ისა ოჯახის წევრი რომელიც ჯობია სასტუმროში იმუშაო თუ ჩაის პლანტაციაში რომელიც მონური შრომის ერთ-ერთი სახეობა იყო და კარამზეში რომ და რა უამრავი დაავადებები მოძლებდა მე სერვისი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მოტორია როგორც ეს იყო თავის დროზე ესპანეთში, იტალიაში და ასე შემდეგ. სერვისი არა მხოლოდ ტურიზმი, თუმცა ტურიზმიც 8 მილიონი ტურისტი ქვეყნისთვის არ არის პატარა. მაგრამ სხვა მომსახურებაც, სხვა სახის ბევრი მომსახურება რკინიგზა, მაგალითად აგერ სატრანზიტო ტრასეკას პროექტი, აგერ ორი პორტის პროექტი. და აგერ ანაკლიის პროექტი. სხვა გვაქვს ბოლოს. კი ბატონო, აი ეს მთელი კაპიტალი და ჰაერი კიდე აგერ აეროპორტები. ეს კაპიტალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ვართ ღია. თუ კი ჩვენ ვართ ინტეგრირებული მომხმარებლების, ფულიანი ხალხისთვის, ანუ ფულიანი მყიდველებისთვის. ეს ფულიანი მყიდველები არიან ევროპელები და აი მოახდინეთ რაღაცნაირად აი ჩვენი მაღაზიის მართვა ისე რომ ფულიანი ხალხი ვაგინეთ, გავლანძღეთ, არ შემოუშვით ჩვენს მაღაზიაში და რა ვიცი რაღაცა ცენზურები დავაწესეთ, რომ რა ვიცი ჩვენ როგორც გვინდა ისე უნდა მოიქცე და რაღაცა ამდეგვარი. და ამ ფონზე ჩვენ გვაქვს ძალიან რთული მეორე ვითარება, რომელიც ვითარდება. თუ კი საქართველოს ეკონომიკას გავუჭირდა და ამის შესაძლებლობა თეორიულად ხო არსებობს. არსებობს უკვე თეორიული კიდე შესაძლებლობა, რომ ანუ ფინანსური ნაკადები, რომელიც მას დეფიციტში აქვს და ვეღარ იღებს ამ კრედიტებს, ეს კრედიტები და ეს მომსახურება და საქართველოს ანუ ეკონომიკის სისხლის გადასხმის ოპერაცია განახორციელოს ჩინეთმა. და ჩინეთის განხორციელებული ოპერაციები ეს არის ისევ კრედიტი. და განმეორდეს საქართველოში აფრიკაში განხორციელებული ეკონომიკური მიტაცების პოლიტიკა, სადაც კორუფციულ ქვეყანას აძლევენ სესხს, კორუფციული ქვეყანა ვერ ისტუმრებს სესხს და შემდეგ კი ეს, რა ვიცი, რა ვადით და როგორი პირობებით აღმოჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები აფრიკაში, რა ვიცი, მთელი სასარგებლო წიაღისეულები მიიტაცეს. ჩვენ კი რა გვაქვს ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის? ორი პორტი გვაქვს. აი სხვა არის ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. ანაკლია ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა, ენერგეტიკა, წყლის მომარაგება და სხვადასხვა რა ესეთი რაღაცა. ესენი თუ კი ჩვენ ასეთ დივერსიას უკეთებთ საკუთარ ეკონომიკას. ხომ არ შეიძლება რომ აღმოჩნდეს აი ესეთ ჩინური, ასე თქვათ, გავლენის ქვეშ. და აი პროქსი სახელმწიფოდ ვიქცეთ. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ბევრი ფიქრობს რომ შეიძლება დასავლური ინვესტიციები და კაპიტალი ჩაანაცვლოს აღმოსავლურმა. აქვე შემიძლია კითხვა. არა. არ მოხდება ეს. ვერ მოხდება. აფრიკის მაგალითები სწორია. ამერიკული, ევროპული პორტების, მაგალითად ბერძნული პორტები იყიდეს ჩინელებმა და მაშინ ბერძნები ამას საფრთხეს ვერ ხედავდნენ, მაგრამ როდესაც მე თორთა განმავლობაში აღმოჩნდა რომ ეს ძალიან დიდი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკის ნაწილი იყო ეკონომიკური ექსპანსიის კუთხით და მართლაც სწორია რომ ბევრი ქვეყანა ჩინეთმა ასე ხელში ჩაიგდო ეკონომიკური დახმარებების ბჭყალების ასე ვთქვათ ხარჯზე ამას საქართველოსთან მიმართებით ჭირდება დრო. დაახლოებით ჭირდება 10-15 წელიწადი მაინც რომ არსებითად ვიგზნოთ
აღმოსავლური ინვესტიციების წონა საქართველოში. 10-15 წელი კი არა, 10-15 თვე რო გაზრდოს ამ ხელისუფლებამ ქვეყანა ყოველდღიურად უკან წავა. მოდი ასე ვთქვათ. საქართველოში აღრიცხვადი საგარეო უცხოური პირდაპირ ინვესტიციების სტატისტიკა რაც იწარმოება 1976 წლიდან განხორციელდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 28 მილიარდი დოლარის ოდენობით. უდიდესი ნაწილი, სადღაც 80%-ზე მეტი ეს არის დასავლური ინვესტიციები ან ოფშორული ინვესტიციები, მაგრამ ძირითადად ეს არის დასავლური ინვესტიციები. ის ოფშორებიც ძირითადად დასავლური ოფშორებია, იგივე ბრიტანეთის, ასე ვთქვათ, იურისდიქციის ქვეშ მყოფი. ჩინეთის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები 2 მილიარდ დოლარზე ნაკლებია. ჩინეთი როგორც ინვესტორი საქართველოში არ არსებობს. აი ესეთი უცნაურობა არ იყო ჩინეთისთვის ეს ადგილი ისეთი, სადაც ფეხი ჩაეყოფოდა. ვინაიდან იყო ხელისუფლება, რომელსაც უნდა ჩინეთთან კეთილმეგობრული ეკონომიკური ურთიერთობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს რომ აბრეშუმის გზა ჰქვია, შემდეგ ერთი გზა ერთი სარტყელი ჰქვია ჩინურად და აი ეს შუა კორიდორი, რომელიც უფრო ცენტრალური აზიის ქვეყნებს გულისხმობს, თუმცა იქ ჩინური ტვირთებიც მოდის. მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები. აგერ ამ ხელისუფლებამ სტრატეგიული ურთიერთობა, პოლიტიკური ურთიერთობა გააფორმა ჩინეთთან. ჩინეთი ხედავდა, რომ ეს არის დასავლური სამყაროს ნაწილი, სადაც მძლავრად არის შემოსული ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, გაცხადებული მიზნით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისა. ამიტომ ჩინეთს დიდად არ უზრუნია საქართველოში დამკვიდრება. მაგრამ ახლა რომ როდის გაჩნდა პირველი, ასე ვთქვათ, ინვესტიცია ჩინური. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ასაშენებლად შემოვიდა ჩინური კომპანია. ოღონდ ეს მშენებელი ფული წაიღო ამ კომპანიამ, იმიტომ რომ ჩვენ მიერ ნასესხები ფული ჩინელებმა ააშენეს და ააშენეს სხებზე იაფად, იმიტომ რომ პატიმრები აშენებდნენ. ჩინეთიდან მოყავდათ პატიმრები და ვაგონებში აცხოვრებდნენ მაგათ და მონური შრომით უფრო იაფად ააშენეს თბილისის ზღვაზე ეს ქალაქი და რადგან აქ შემოვიდნენ იქ პირველი ჩინური ინვესტიციაც არის ჰუალინგის სასტუმრო. შემდეგ ჰუალინგის ასე ვთქვათ, იქვე სავაჭრო გზელი მოლი, შემდეგ პატარა თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფოთში და შემდეგ იყიდეს ბაზის ბანკი ჩინელებ. აი ეს არის მთელი ჩინური ინვესტიცია და რაღაც პატარ-პატარა ასე ვთქვათ ჩინური ინვესტიცია. პირველი სერიოზული ინვესტიცია, სადაც ჩინეთი შეიძლება გაჩნდეს, ეს არის ანაკლია. აქაც ანაკლიის პორტი ღირს 600 მილიონი დოლარი პირველი ნაწილი და მისი 59%, ანუ 300 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს ჩინური ინვესტიცია. ესეც გაურკვეველია. გაემარჯვა ჩინურმა კომპანიამ და ანაკლიაში მშენებლობას კი არ იწყებს და არ არის გამორიცხული სათოდ ბლეფი იყო ეს და კიდევ ერთხელ ანაკლის გასაჭერებლად. ან რუსეთმა ხომ ჩაძირა ანაკლია. ახლა საერთაშორისო იზოლაციაში, საჰაერო და საზღვაო და სარკინიგზო იზოლაციაში მყოფი რუსეთი შეიძლება აწყობდეს ჩინელების მიერ ანაკლის აშენება, რომელიც შემდეგ როგორც თბილისის აეროპორტი იქნა გამოყენებული უკვე რუსული კომპანიების მიერ დაფრინავენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და მანამდე ხო ემბარგო გამოგიცხადეს, ხომ არ დაფრინავდნენ. ახლა პირიქით მათ ინტერესებში არის ჩვენი აეროპორტების გამოყენება. არ არის გამორიცხული, ამიტომაც ჩინელები დაუშვეს, თორემ ივანიშვილს ერთით დაოქნებდნენ და ანაკლიაში მის შემოუშვებდა, მაგრამ ესეც გაურკვეველია. ანუ რა არის აღმოსავლური, ასე ვთქვათ, ინვესტიცია? რუსეთი, რომელსაც თავისი, ასე ვთქვათ, გასაჭირი აქვს და არაზოს ინვესტორი აქვს, იგი ვერ გახდება. ჩინეთი, რომელსაც ძალიან დიდი დრო უნდა და მე პროექტები არ არის, სად უნდა ააშენო. მაშინ უნდა ააშენო ან ნამახვანი, ან ხუდონი, ან ენსკრა თითო მილიარდიანი დიდი პროექტები. მაშინ მაღაზიას თუ გახსნის 100 მაღაზიას ეს არაფერს არ შეცვლის. ანუ პროექტები უნდა არსებობდეს და მე ამ კონკურენციაში უნდა მოიგოს ამ ჩინელმა. და გარდა ამისა, აი ეს ხელისუფლება მუდმივი არ იქნება. და მეორე რომელი? მეორე ეს არის აი ეს თავს რომ იწონებენ და რო ატყუებენ 36 მილიარდიანი არაბული ფონდი და ვითომ 6 მილიარდ საქართველოში დახარჯავს. სისულელია.
მის მეექვსე ნაწილს საქართველოში დახარჯავს. რა თქმა უნდა, ააშენებს იქ გონიოში და აჭარაში კოტეჯებს, ორსართულიანს, ააშენებს რუსთავის გზაზე, იქით ზართიჭალისკენ ასევე ორსართულიანს, ასეთები უამრავი აშენებულა, აგერ წავკიში შენდება და თბილისის გარეუბანში და ყველგან, მაგრამ შეიძლება დახარჯოს 100 მილიონი, 200 მილიონი და მამასაც ვინ იყიდის, იყიდიან ან რუსები ან ან არაბეთში გაყიდიან. ანუ აი ამ დუბაიში რომ დადიან და ემირატების ასე თქვათ ინვესტორებად რომ ასაღებენ ესეც ბლეფია. მაგრამ ჩინეთზე გაცილებით დიდი ინვესტორი არის საემიროები. ეს ძალიან უცნაურია. არაბულ სამყაროს საქართველოს მოწყვეტილი იყო. საერთოდ აი დაწყებულია მე-12 საუკუნიდან არათუ მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი ჩაიწყი არ იყიდებოდა ეგვიპტეში. არაბეთის სამყარო გამქრალი იყო ქართული პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობიდან თვით საბჭოთა კავშირის დროსაც კი. ეს წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ჩავიდა, წამოვიდა ვიღაცა შეიხებს დაუძმაკაცთა შეიხები ვინ არიან? მიზაშვილებია, ერთი ოჯახია. და უზარმაზეში და კონკურენცია და იქ მიდის ბრძოლა გავლენისათვის, ფულისათვის და ჩამოიყვანა შეიხი ბათუმში აგერ უზარმაზარი რეკლამა გაუწია, ადგა იმ კაცმა პალმები აჩუქა. ამ მაშინ მეორე შეიხმა დაენახა და ასე თქვათ როგორ არის ეს თხატხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო, ადგა და აგერ იყიდა მეტეხის სასტუმრო და 60 მილიონი დოლარის რეკონსტრუქცია განახორციელმა. აგერ მეორე მაიღო და ბილტმორი 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო კავკასიაში ბილტმორზე ზვირი თავისი ფუფუნებით მარმარილოებით და ასე შემდეგ 100 მილიონი დოლარის ღირებულების სასტუმრო. ანუ ბილტმორი აგერ და უამრავი სხვა არაბული ინვესტიციები მართლაც გააჩნდა. ეს იმ ხელისუფლების დროს შემოყვანილი არაბები არიან, რომლებთანაც ასე ვთქვათ აი ამ ძველი გამოცდილებით გადააბეს კუდი ამ ხელისუფლებამ და აგერ კანონდარღვევით ბაჩალეიშვილი დუბაიდან ჩამოიყვანეს, დეპორტაციაც კი არ გაუკეთებია, მოიტაცეს კაცი. მოიტაცეს. აი ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ხიბლი ამათთვის. ბაჩალეიშვილი რომელმაც ვერ მოასწრო დუბაიდან გაქცევა, რუსული პასპორტი ჰქონდა და რა ეს არის? მისი რუსული პასპორტის პრობლემა, თორემ ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში შეუშვებდნენ და თავშესაფარს მისცემდნენ, მაგრამ ვერ წავიდა იქიდან. ამიტომ ამ არაბული ინვესტიცია, ჩინური ინვესტიცია და სხვა ინვესტიციები ვერაზოს ვერ ჩაანაცვლებენ დასავლურ ინვესტიციებს. საქართველოში იქნება საშინელი ინვესტიციური შიმშილი. ეხლა ხომ ცეცხლების მოცემა შეგვიწყეთებს, საქმეში სოფლიო ბანკი და ასე შემდეგ. დასავლური ინვესტიციები არ შემოვა და რეალურად არათუ ინვესტიციები არ შემოვა. არამედ დაიწყება ინვესტიციების გადინება უკვე. გასვლა დაიწყება. აი მაგაზე მინდა კითხო. ანუ ეს რეზოლუცია, რომელიც მიიღეს, რა თქმა უნდა, მას ექნება თავისი რეზონანსია ამ დიდ მსოფლიო მნიშვნელობის საფინანსო ინსტიტუტში. კი, ყველა ინვესტორი აგერ მაგიდაზე უდევს. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ქმნის. აგერ ელჩმა რა თქვა ხომ, ამ თავის საქართველოს რადიო თავისუფლებაში გუშინწინდელ ინტერვიუში მომორჩა ყველა ამერიკელმა ბიზნესმენმა, ვინც კი საქართველოში აპირებდა შემოსვლას, ყველა პროექტი დახურა. ამ ხელისუფლების პირობებში ამერიკული და ევროპული კერძო ბიზნესი საქართველოში არ შემოვა. და ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს ათვისებული მსოფლიო ბანკიდან. სავალუტო ფონდს რა ვიცი ეს არის ძირითადი. აი ძალიან დიდი თემებია ხაზაც იგი საგარეო ვალის თემა, რა ვიცი, ბევრი რაზე ველაბა. ხო, ანუ სავალუტო ფონდში მე მგონი 22 მილიარდი დოლარი გვაქვს ვალი. მე რამდენადაც მოხდა შეიძლება შემისწორო. არა, ამდენი არ არის. ამდენი არ არის? არა, ეხლა გვაქვს დაახლოებით 1 მილიარდი. 1 მილიარდი. ცოტა 830 მილიონი გავისტუმრეთ. ოღონდ ეს ისპულია პანდემიის დროს მოგვწეს. ეხლა რამდენი არის ვალი და აი ამ ბანკების შემწყნარებლობის ხარისხი თუ დაიკრებს და თუ მოითხოვენ შემდეგ უკვე ამ ვალების დაფარვას, ანუ მე უარი თქვენ ეს საგარეო ვალებს იგი მსოფლიო ბანკის ვალი ანალიზებსაც აშენებდა აქედან აღებული ეს ვალი რა თქმა უნდა ამას გასტუმრება უნდა თავისი პროცენტით ყველაზე დიდი საგარეო ვალის მომსახურების წელიწადი არის წელს 2.1 ლარი უნდა გადავიყავდოთ პროცენტებში და თავფულში. მაგრამ ეს როგორი სესხებია? ეს არის სესხი, რომელიც დაჩუქარებით არის
არის კომერციული ცეცხლები, რომელიც ღირსწლიური 5-7% და არის 0%-იანი ცეცხლები. ევროში აღებული ცეცხლები 3 წლის წინ მინუსითაც კი იყო, აი და უარყოფითი პროცენტით იყო ცეცხლები. არის ისეთი კრედიტები, რომელშიც დიდია ეგრეთ წოდებული გრანტ ელემენტები. ანუ მე 100 მილიონი თუ ავიღე და თუ 20 წლის შემდეგ მე უნდა დაგიბრუნო რაღაც ძალიან დაბალი პროცენტით, ანუ პროცენტოდ თქვა იგივე 100 მილიონი 20 წლის განმავლობაში დოლარის გაუფასურების ამ რა ვალუტაშიც აიღებ, ევროს ინფლაცია იქნება თუ დოლარის ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა ამ ქვეყნებში დოლარში თუ ევროში და ასე შემდეგ, ამ ცეცხლის რეალურ დასაბრუნებელ ღირებულებას ამცირებს 15, 20, 30%-ით, ანუ როდესაც 100 მილიონს იღებ, უკან კი არ აბრუნებ 120 მილიონს, არამედ აბრუნებ რეალურ მსყიდველობით უნარიანობის კუთხით დაუშვათ 70 მილიონს. ამათ ქვია შეღავათიანი ცეცხლები. ესენი არის ყველაფერი ეს არის დახმარებები. საქართველოს დღეს ვალი არის ორი სახის. ერთი, რასაც იღებს მთავრობა, ანუ ხელისუფლება და ამაში შედის სახელმწიფო ვალში ეროვნული ბანკის ვალი, ეს არის მთავრობის ვალი, ეს არის ეროვნული ბანკის ვალი, ასევე სახელმწიფო კომპანიების ვალი, მაგალითად რკინიგზის ვალი, რომელსაც 9 მილიონი აქვს. ერთი ამდენი ვალი და დაახლოებით აქვს აღებული კერძო ბიზნეს. ეს ძირითადად ბანკებია, ასევე კერძო კომპანიები, დავუშვათ Coca-Cola იქნება თუ ან რომელიღაცა. დღეს საქართველოს რამდენიც არის საქართველოს MშΠ დოლარებში, ზუსტად იმდენი გვაქვს ჩვენ საგარეო ვალი. ეს არის ძალიან ცუდი. რამდენია და რამდენი გვაქვს? დაახლოებით სადღაც ეს შეიძლება იყოს, თუ ჩვენი MშΠ არის სადღაც 80 მილიარდი, ეს უნდა გავყოთ სადღაც 2.7-ზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სადღაც 30 მილიარდ დოლარზე მეტია. ანუ უფრო სწორი ვიქნებით 80 მილიარდ MშΠ-ს თუ 27-ზე გავყოთ. დაახლოებით იმდაიდან ეს ლარებში აღირიცხება და კურსის ცვალებადობაზე არის დამოკიდებული. ეს არის ძალიან ცუდი, და ქვეყნის რეიტინგსაც ეს ძალიან დაარტყამს, ორი B რეიტინგი გვაქვს და უკვე ორი B რეიტინგისათვის ქვეყნის ვალი, ანუ უკვე მთავრობისა და ბიზნესის ვალი ერთად აღებული თუ MშΠ-ს აღემატება, ეს უკვე არის ასე ვთქვათ დეფოლტის მდგომარეობა თითქოს. დეფოლტის არ არის იმ შემთხვევაში თუ შენ გაქვს ასე ვთქვათ სტაბილური შემოსავალი და თუ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ვალის ტვირთი რა თქმა უნდა მძიმეა ქვეყნისთვის, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის რომელიც საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, რომელსაც გრანტებს არ აძლევენ, რომელსაც ცეცხლებს არ მისცემენ, სადაც ინვესტიციები გაჭირდება, ინვესტიციები პირველ კვარტალში საშინლად დაეცა. ანუ ყოველწლიურად კლებულობს და ამ წელიწადს ინვესტიციები გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან იყო და ეს ტენდენცია გაგრძელდება და მერე კატასტროფა იქნება თუ არა თუ ინვესტიციების შემოსვლის პარალელურად ინვესტიციებმა გადინება, კაპიტალის გადინება დაიწყო, ანუ ბიზნესების გაყიდვები დაიწყეს. მოკლედ რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ასე ვთქვათ ეს საუბარი, ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენის გასაღები დგას არის პოლიტიკურ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებაში. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ამ ხელისუფლების რაც შეიძლება სწრაფად მოცილება. კეთროვანი ხელისუფლება, რომელიც ხელჩამოურთმეველი გახდა და მაგნიტსკის-სიაშიც კი არის მინისტრების შეყვანილი. მაგნიტსკის-სია ნიშნავს, რომ თავის ცხოვრებაში გომელაური უცხოეთის ქვეყანაში ვერ გავა ევროპულ დასავლურ სახელმწიფოში და საკრედიტო ბარათი ვერ იქნება თავის ცხოვრების განმავლობაში. აი ფარცხალაძე რომ არის ფარცხალაძე და სანქცირებული ფარცხალაძე რუსეთისათვის დახმარების გაწევის გამო და პირდაპირ რუსეთის აგენტად არის ამერიკის მიერ გამოცხადებული და გვარიც არის რუსეთის სპეცსამსახური თანამშრომლისა, რომლის ასე ვთქვათ ქვეშევრდომი წესი იყო. გვარი რომ შეიცვალა და რომანოვი რო გახდა. წარმოგიდგენია ქართველი კაცი ფარცხალაძე რომ რომანოვად გადაიქცევი, მაგრამ აი თუ რაღაც ეტაპზე რუსეთთან დაკავშირებული სანქციები გაუქმდა და არ არის გამორიცხული ეტაპობრივად შეიძლება 2-3 წლის მერე ერთბაშად არა, მაგრამ ზოგი სანქცია შეიძლება ადრე გაუქმდეს, ზოგი გვიან გაუქმდეს. ეს კაციც კი შეიძლება გათავისუფლდეს სანქციასგან.
ვერასდროს ვერ გათავისუფლდება თავის ცხოვრებაში სანქციისაგან, ვიღაც ხარება და ვიღაც ხისტავიანები რა ქუჩაში რო ხალხს წემდნენ, ანუ ის ხალხი და მათ შორის ის მინისტრი, რომელიც არის მაგნიცკის სიაში შეყვანილი. გომელაური რუსეთთან თანამშრომლობისათვის არ დაუსანქცირებიათ. დაასანქცირეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ძალადობის გამო. როდესაც აი კლავდნენ ხალხს ცემით ქუჩაში. ამიტომაც მოიცილა ივანიშვილმა ყველა დასანქცირებული პირი, ვინაიდან არაეფექტიანი გახდა, რა სჭირდება მინისტრი, რომელსაც არავინ დაელაპარაკება. მის ინტერესს ვერ დაიცავს, უცხოეთში ვერ წავა. და რეალურად უკვე ეს არის ასე ვთქვათ მინისტრი ხელფეხში ეგრული და გააგდო გამოწვეული მონივიდა და გააგდო. ანუ გარემოცვის დასანქცირება და ველოდოთ სერიოზულ სანქციებს უკვე ივანიშვილის ოჯახისა და ბიზნესის. ეს მეგობარი აქტი, რამდენად მოსალოდნელია რომ მიიღებენ და მიღების შემთხვევაში ის ტექსტი რაც ჩვენთვის ცნობილია, კერძო თქვენი ვარაუდით აი რა პროცესებს დაიწყებს. ალბათ გაფართოვდება ივანიშვილის გარემოცვის სანქციების და უშუალოდ მისი ოჯახის დასანქცირების პროცესი. ანუ თუ გონს არ მოეგება, ძალიან მძიმე ცხოვრება ელის და უნდა დაფიქრდეს ამაზე. მადლობა ბატონო რომან, მეგონი კარგად ვისაუბრეთ, ძალიან ბევრ საინტერესო თემას და სპეციფიურ თემას შევეხეთ. მადლობა თქვენ. მეგობრებო, ეს გახდათ რომან კუცირიძე, გადაცემა პროექტი ვერიტას ამით სრულდება. მე ირაკლი მაფარიშვილი, მომავალში შეხვდებით. ნახვამდის.